გამარჯობა, მოკლედ ახლა ვილაპარაკებ, რაც გამომრჩა იმ სკოლაზე და უნივერსიტეტზე რო საუბრობდი, მაგ სხვა ასპექტებზე და სხვა რაღაცების მიხედვით შევადარებ სკოლას და უნივერსიტეტს. მოკლედ ერთი, რაც სკოლას და უნივერსიტეტს ასევე განასხვავებდა, იყო ბავშვების ერთმანეთთან შედარება. სკოლაში, რა თქმა უნდა, ეგ იყო უმძაფრესად. როგორც წინა ეპიზოდში ვახსენე, მუდმივად ცდილობდნენ, რომ ძალიან სწრაფად მოეფიქრებინათ ბავშვებისთვის იარლიყები ბრჭყალებში კარგებისთვისაც და ბრჭყალებში ცუდისთვისაც და ეს იარლიყები მიყვებოდათ მერე ესე ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მე-12 თუ არა მე-11 კლასის ბოლომდე მაინც გაყვა ყველას. ფაქტია, რომ ეგეთი ხალხი, ვინც თავის ჩაბარებულ ბავშვებს, ჩაბარებულ მოსწავლეებს ამდენ სახელს ურჩევს და მერე სხვებსაც აკეზებს და სხვებსაც ეჭორება სხვა მასწავლებლებს, რომ იგივე არა მარტო სახელებით, არამედ რაღაცა ჩამჯდარი, ჩარჩოში ჩამჯდარი რაღაცა სტერეოტიპებში მოაქციონ ბავშვები და იგივე ჩარჩოებით ელაპარაკონ და მოეპყრან. ფაქტია, რომ ალბათ თავის გარშემოც ეგრე ექცევიან, ან თავის თავს ექცევიან ეგრე, ან სამსახურიდან რო გადიან, სხვებთანაც ეგრე ურთიერთქმედებენ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ და ეგ ყოველთვის ეტყობოდათ, რომ მართვის ნორმალური იყო ესეთი ინტერაქცია ყველასთან. არის ხალხი, რომელსაც ბავშვები ძალიან უყვარს და მუდმივად რაღაცა რბილად ეპყრობა და ყველანაირად ცდილობს, რომ ტრავმები არ დაუტოვოს. არის ხალხი, რომელსაც თუ ნერვები არ აქვთ, იმ დღეს და წნევა აქვთ მაღალი, არ ევასებათ ბავშვები და სხვა დროს თუ კარგ განწყობაზე არიან, იმათი აატანა ცოტა რთულია და რაღაცა ზედმეტ დაჯიტრებულები არიან ან რაღაცა, ან გამოხდება ხანი და შედარებით ლოიალურად იქცევიან. არის ხალხი, რომელიც გაღიმებულიც კი არ მინახავს არასდროს და მუდმივად ფეხი არ ქონდათ შემოდგმული კლასში, რომ აი ჯაჯღანს იწყებდნენ და იმდენად ცუდ განწყობას ქმნიდნენ თავიდანვე, რომ ვითომ იმ მიზნით შემოდიოდნენ რაღაც ესეთი ბრჭყალებში შემართებით, რომ თავიდანვე ვინც ყოველთვის ურევდა ხოლმე გაკვეთილს და რაღაცებს, ისინი დაეუკებინათ, მაგრამ ეგრე პირიქით გამოზდიოდათ, იმიტომ რომ რაც უფრო გაღიზიანებული იყვნენ, მერე ის უკანა ფლანგი, რომელიც არასდროს არ ჩუმდებოდა და კომენტარებს აკეთებდა ან რაღაცა ყურადღების მისაქცევად და ყურადღების ცენტრში ყოფნის გამო რაღაც გონება מחვილურ ხუმრობებს ისროდნენ, ეგ ხალხი პირიქით გამოდიოდა, რომ უფრო მეტ რაღაცას ამბობდა ირონიულად და უფრო თითქოს ჯიბრზე აღარ ჩუმდებოდნენ, რომ ხედავდნენ, რომ მასწავლებელი უკვე აღრანელი შემოდიოდა რა. ეგეთი მომენტები ყველაზე ცუდად მახსოვს, აი უნივერსიტეტიდან ეგეთი შემთხვევა არ მახსენდება. შეიძლება თქვათ არჩევით საგანზე სხვები ჩემი ჯგუფელები რო ყოფილან და იქ ლექტორი არ მოსწონებიათ და ის ზედმეტად დანევროზებული და ბრაზიანი ყოფილა ან უხეში, ეგეთი შემთხვევები შეიძლება იყოს. უბრალოდ მე მაინც და მაინც არ მქონია თვითონ ლექტორებთან ეგეთი ინტერაქცია, იმიტომ რომ უპატივცემულოს ძალიან იშვიათად შევხვედრი ვარ. მაგ მხრივ გამიმართლა ნამდვილად. აი სკოლიდან ეგეთი მომენტები და ეგეთი დღეები ყველაზე ცუდად მომახსოვრდებოდა და ყველაზე აი დიდხანს მიმყვებოდა, თითქოს დიდხანს მიხდებოდა, მაგრამ მაგ განწყობიდან გამოვსულიყავი და არ ემოქმედა ჩემზე და არც იმ საგანზე, რომელიც მასწავლებელიც იყო, თუ მასწავლებელი ასე თავიდანვე ნერვებმოშლილი და ესეთი დაგეშილი შემოდიოდა, ასე ვთქვათ. მერე აი ესეთი განწყობა რო იქნება თავიდანვე, რაღა мотиваცია უნდა გქონდეს, რომ თან მით უმეტეს მთელი 45 წუთის განმავლობაში, რომ მასწავლებელი არის რაღაც ჯაჯგურში და ვერავის ვერ აწყნარებს, ვერ აჩუმებს, უფრო ყვება ნერვებს და არც გასაღების კაკუნი აშველის მაგიდაზე, არც ფანჯრიდან გაგისვრით, არც დირექტორს დაუძახებ და არაფერი მართლა აი თუ პირდაპირ მანდატური ან სასწავლო ნაწილი არ მოგიდოდა და ვიღაცებს არ გაიყვანდა ხოლმე გარეთ,
შანსი არ იყო ისე არაფერი არ ეშველებოდა და პლუსთან სასწავლო ნაწილი შემოდიოდა და თუ განსაკუთრებით რაღაცა ქიშბი ქონდა იმ მასწავლებელთან სხვადასხვა მიზეზის გამო იმას ადანაშაულებდა თვითონ ბავშვების თვალწინ ძალიან შეურაცხ ყოფილა და ეუბნებოდა რომ შენი ბრალიკაც ვერ დააწყნარე, შენ ვერ იმორჩილებ ესე იგი და მე ჩვენ მოგდგებოდა ხოლმე და რა არის ვერ გავიგე ამ ბავშვს გაეცით პასუხი ხო შეიძლება რა გეშინიათ და ამ დროს თვითონ ქონდა ხელი დაფარებული, იმიტომ რომ რაღაცა მისი მშობელი აი ბავშვის მშობელი იყო მისი ყოფილი მოსწავლე თუ რაღაცა და ესეთი ნაცნობობის შემთხვევაში მე ბევრი აღმოჩნდა და ბევრი გამოვლინდა რომ თურმე ხელსაფარებდნენ და ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა თან ისეთ გარემოში სადაც როგორც წინა ეპიზოდში ვახსენე არც სხვისი დაცვის უფლება არ აქვს არც საკუთარი თავის დაცვის უფლება არც პრეტენზიის დაფიქსირების უფლება ადეკვატურად რა თქმა უნდა იმიტომ რომ არაადეკვატურს კი მართალია იმასაც უყვირიან და სჯიან მე მაგრამ არაადეკვატური უფრო ნორმალურია ეგეთ გარემოში ვიდრე ჩამოყალიბებულად რაღაცის რაციონალურად თქმა და არგუმენტირებულად გამოთქმა ეს არ მომწონს ეს მომწონს ეგ არ იყო ნორმალური როგორც დავინახეთ და როგორც მე გავიხსენე მაგალითების საფუძველზე ხო შედარებები იმდანად მიკერძოებულები იყვნენ და კიდევ ერთხელ არც ერთ ბავშვს არ უკარნახია მათთვის რომ აი მე რაღაცა მე მინდა რომ სხვებს ტკისერზე დავაჯდე და მაღიარეთ მეფედ და გვირგვინი დამადგით ეგეთი რამე არ ყოფილა თვითონ დაადგეს გვირგვინი და მე რაღაცა აი როგორც თქვი ისევ წინა ეპიზოდში ესეთ პოსტსაბჭოთა ჰომოსოვიეტიკოსების გარემოში და კიდევ ერთხელ კერძო სკოლებში არ ვიცი მაგ რა ხდება საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი ხშირია ძალიან რომ უფროსებმა ბავშვები წააქეზონ თუ რამე ცუდი ყოფილა მოდის იმათგან ასე ვთქვათ თუ ისედაც არსებობს ბავშვებს შორის რამე ვერ ახერხებენ კონფლიქტის განმოხტვას ფაქტია მე თითქმის არც ერთი განმოხტული კონფლიქტი მაგათ მიერ არ მინახავს, იმიტომ რომ არც იციან, ისიც კი არ იციან სამართლიანად ვის მიემხრონ და ყოველთვის მტყუანს ამართლებენ და დაჩაგრულს ჯიან და ხო მაგის ბევრად უარესი შემთხვევებიც ყოფილა, უბრალოდ მაგის გახსენება არ მინდა ჩემ შემთხვევაში. ხო და სამართლიანობის მხრივაც კი რო არ იციან ვის მხარეს დადგნენ, რა კონფლიქტი უნდა მოაგვარონ და ვის რა სად რა უნდა განმოხტონ არ ვიცი. ამიტომ ესე იყო განსაკუთრებით რამდენიმე რომელსაც ძალიან უყვარდა იელიყების მიწებება და თქმა რომ ეს ლუზერია, ეს ლიდერია და ესე ამოარჩია და თან ძალიან სასაცილო და ირონიული ისიც არის და რამხელა თავხედობაც არის მაგაში ეგეც ლიდერი რომელსაც ეძახდა ამოარჩია ქერა და ცისფერთვალება და ექსტროვერტი აი ხო აზრზე ხართ ახლა ხო გასაგებია რა იდეალების და ესე ვთქვათ რა იდეალების და კრიტერიუმების მქონია თვითონ რა აი თან ეს არის ხალხი რომლებსაც სხვა სკოლის გარემოშიც უმუშავია და უბრალოდ აი ეგეთი რაღაცის უფლება არავის არ აქვს რა ესე რომ ადგები და არაოფიციალურად ვიღაცას მეფეს და ლიდერს დანიშნავ და რაღაცას ეძახი რასაც სხვები არ ეძახიან და შენ უბრალოდ ეგრე გაგისწორ და ეგრე მოგწონს და ეგრე შეარქვი დაუშვებელია უბრალოდ რა და მე შენ თუ გინდას თავი მოიკლა თავი გაიგიჟო და ტყავი გაიძრო მაინც თავის თავს თვლია მთავარ გადამწყვეტად ეგეთ რაღაცებში და მთავარ მსაჯულადაც მოსამართლედაც და ყველაფრად ამიტომ თავისი გადასახედან გიყურები ეს რამე თუ ვერ გააკეთე რამეში ცუდი ნიშანი მიიღე თუ უბრალოდ ჩაკეტილი ხასიათის გამო არ მოსწონხარ იმეს ეს შენი ბრალი კი არ არის და შენ რამე არასწორად გააკეთე კი არა ეგ სიტუაცია საერთოდ არ არის სიამბულეში მანდ არის ის რომ თვითონ უკვე დაალაგეს რაღაცა ადგილები გადაალაგეს რუკაზე საერთოდ სხვანაირად ხედავენ და უკვე თავისი მოთამაშეები ამორჩეულები ყავთ ამიტომ მაგათ ფილტრში გადის სამწუხაროდ ყველაფერი და არა ის რომ ობიექტურად შენ ცუდი ადამიანი ხარ და რაღაც არასწორად გააკეთე და ვერ ისწავლე კარგად რა
ლიდერი წავიდა, ლიდერი გადავიდა. ძალიან სირცხვილია, რომ ესეთი რაღაცების უფლებას აძლევდნენ თავს და რაც მე მესმის ამბები, დღეს კიდე უფრო უარესად აქვს საქმე მაგათ, იმიტომ რომ კი არ დაუკლეს, ან კი არ გადახედეს თავის ქცევებს და როგორ ლაპარაკობენ კი არ გადახედეს და კრიტიკულად შეხედეს, პირიქით უფრო უარესად აქვს ეგ გამძაფრებული, ეგ კი არა, რამდენი ხანია სკოლა მაქვს დამთავრებული და რო შემხვდებიან ქუჩაში და რომ მკითხავენ რა ფაკულტეტზე ვსწავლობ, თავის თავს უფლებას აძლევენ, მითხრან, რომ ეს უფრო შემეფერება და ეს უფრო არ შემეფერება. და მე ესეთი ხალხი, კიდევ ერთხელ წინა პოდკასტშიც ვახსენე, ესეთი ხალხი კიდე აქეთ გასწავლის შენ, რომ თურმე ამ ვიღაცას, ვინც ესე თქვა სტერეოტიპებში გაქცევს და ეგეთები ამ დროს თვითონ არიან და მაგას ვერ გრძნობენ. არ უნდა მიაქციო ყურადღება, ამას პირიქით უნდა მიაქციო ყურადღება, რომ ამაზე რატო ნერვიულობ, ამაზე რატო ჩააჭირე და ამ დროს თვითონ არის ზუსტად ეგეთი ხალხი, ესე მგონია რომ თავის თავს ამოიცნობდნენ ხოლმე ყოველ ჯერზე რამდენიმე საჩი ვარი მქონდა, ასე ვთქვათ რა, სხვებზე. თავის თავს ამოიცნობდნენ, ესე იგი ან თვითონაც იგივეს იზავდნენ იმ წუთში, ან უბრალოდ არ სიამოვნებდათ, რომ მე რაღაც პრეტენზიას ვაფიქსირებდი და ყოველთვის გაჩუმების მცდელობა იყო, ეს ყურადღება არ მიაქციოდა, რამდენს ნერვიულობ. მე რაღაც სხვანაირ გარემოში, სანამ სკოლაში ვიყავი, არ მოვხვედრივალ და არ ყოფილვარ სამწუხაროდ. თუ ყურადღება არ უნდა მიაქციო და არ უნდა ვინერვიულო, მაგათი ეს შეგეფერება და ეს გიხდება და მან არ ჩააბარო, გასათვალისწინებელია თუ არა, ვეღარ ვიგებ, ესე იგი მაგათაც აღარ უნდა მივაქციო ყურადღება, ხო ეგრე არა, ვიცი, მაგათი უაზრო ლოგიკით წესით ეგრე გამოდის. და რა ვიცი, ახლა ბევრი ლაპარაკი რაც უნდა იმას, ძალიან ერთუჯრედიანი ხალხით არის ყველაფერი დაკომპლექტებული და უკვე მართლა ყელშია ამოსული, რომ ეს დაუსჯელობის სინდრომი გადასული არის რაღაცა მარტო თითქოს ახალგაზრდებს უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ ეს დაუსჯელობის სინდრომი ძალიან მკვეთრად იგრძნობა უფროსებშიც, ესეთ განსაკუთრებით მასწავლებლების მაგალითზე და ყოველთვის ესეთ ხალხს აქვს ხელი დაფარებული ვიღაცისგან რა. თუ მაინც და მაინც ახლა მთავრობის წევრი თუ აგენტი არ არის ჩანერგილი და ის ჩუმად არ უსმენს სკოლაში ვერას ლაპარაკობს და თუ მაინც და მაინც ეგ სიტუაცია არ არის, მაინც რაღაცნაირად ისე ხდება, რომ თითქოს რაღაცა უხილავი ხელით არიან დაფარულები და დაცულები და არც სამსახურის დაკარგვა არ ემუქრებათ, არც ის რომ ახალგაზრდა მასწავლებელმა ჩაანაცვლოს და არც ის რომ პასუხი მოეკითხოთ რა. შედარებები ერთ სკოლაში პირველად სადაც ვიყავი, მანდ ბევრად უფრო მძაფრი იყო ვიდრე მეორე სკოლაში, თუმცა ორივეგან იყო. და ხო, აი პირველ საპატრიარქო გიმნაზიაში უფრო ბრუტალურად იყო საქმე და რაღაც მართლა გასაკვირია, რომ ის სკოლა და ის გარემო, რომელიც წესით რაღაც ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სიყვარულზე და პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული და წესით ხმასაც არავინ უნდა უწევდეს, პირიქით მაგ რელიგიას ზუსტად იმისთვის იყენებენ, რომ რაც შეიძლება გაამკვეთრონ ეს ვიღაცებზე მორგებული ჩარჩოები და სტერეოტიპულად აზროვნება რა, რომ ისე რომ საერთოდ იმედი არ გქონდეს, რომ შენ ვინმე მოგისმენს და რა ქვია, კონფლიქტის დროს დაჩაგრული გამართლდება და ჩაგვრელი დაისჯება რა და ეგრე არ ყოფილა, იმიტომ რომ ნუ კი ახლა რაღაცა წვრილმანი შემთხვევები კი ახლა ეგრე მართლა საერთოდ ხელიდან წასული იქნებოდა საქმე, საერთოდ ერთი შემთხვევაც რა არ ყოფილიყო ეგეთი, რომ ვიღაცამ ჩემ გამო ვიღაცას პასუხი მოსთხოვა, მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებ ისეთ შემთხვევას, აი შეგრძნებით არ მახსოვს, რომ ვიღაცამ დამიცვა ოდესმე და ძალიან ცუდია ეგ, რომ ძალიან დიდი ბრაზი გამომყვა მაგის გამო დღემდე. რაც შეეხება უნივერსიტეტში შედარებებს, მანდ უკვე რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად დავისვენე, რომ კარგად რო გავარკვიე, სად მოვხვდი და რა სიტუაცია იყო და რა ხილი იყო ეს უნივერსიტეტი. აი ეს განსაკუთრებით პირველი კურსის პირველი სემესტრის შეგუების მომენტია ხოლმე ყველასთვის და იმდენად დაცულად ვიგრძენი თავი, რომ რაღაც მომენტში დაცვა მოვადუნე ზედმეტად და ერთ დღეს ერთ-ერთმა ლექტორმა რომ და მანდ მაგის პრობლემა კერძო უნივერსიტეტებში შედარებით ნაკლებად არ მინდა ახლა ესე გამოვზოგოთ, მაგრამ შედარებით ნაკლებად არის ხოლმე იმის პრობლემა, რომ ვიღაცა საბჭოთა აზროვნებით დაგიჯდეს იქ და რაღაცები მოგახვიოს თავზე. შეიძლება ყოფილა ეგეთი რაღაცებიც, მაგრამ უფრო ნაკლებად და თან ისიც არის, რომ ლექტორები უფრო ახალგაზრდები არიან ხოლმე. და ნუ ახლა ეგ არ გამორიცხავს იმას, რომ საბჭოთა აზროვნებით იყოს
დაღდასმული, ასე ვთქვათ, ახალგაზრდაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ნაკლებად ვქონია, იმათ კიდე სხვა პრობლემები ჰქონდათ და იმათა სხვა პრეტენზიები ჰქონდა. ძირითადად უფრო ადმინისტრაციული და ასე შემდეგ რაღაცა დროზე არ იყო რეაგირება პრობლემებზე, რასაც ვაფიქსირებდით და ასე შემდეგ და თვითონ აუდიტორიის სივრცეში შედარება არა, მაგრამ აი გამორჩევა და მიკერძოება ცოტა იყო, იმიტომ რომ იქაც ეტყობა ყველას გარემოში ეგრე შეჩვევიათ და ვერ იკავებენ თავს, რატო გონიათ რომ სხვებს მოტივაციას აძლევენ, მაგითი წარმოდგენა არ მაქვს. და ვითომ რაღაცა სტანდარტს ამყარებენ თუ თამასას თუ რა არის, არ ვიცი. რომ აი სემინარზე ხო ქულები იწერება და ერთ-ერთმა რომელმაც აღმოჩნდა რომ ყველა სემინარზე იაქტიურა და ყველა ქულა ქონდა დაწერილი, რაი ბრწყინავს ეს ბავშვი, აი ნახეთ, აი ყველა ქულა უწერია უკვე და შევსებული აქვს და გამოვიდა რომ მარტო ის შეაქო რა და ხო როგორ თქვი დაცვა რომ მქონდა მოდუნებული, იმდენად შევხვდი და იმდენად გამიკვირდა რომ ვაიმე მეთქი აქაც ახლა იგივე არ გამეორდეს რაც სკოლაში იყო. იმიტომ რომ ყველაზე იმედ გამაცრუებელი არის ეგეთი შემთხვევები რა, რომელ ფსიქოლოგსაც გინდა აკითხო, აი ეს შედარება, აი შთაგონებას რო იღებ ვიღაცისგან, ეგ არის კიდე სხვა. და აი ეს შედარება ყოველთვის იმ შემდარებელს გონია, რომ რაღაც თავის თავს ამაოდ ირწმუნებს, რომ კარგად იმოქმედებს ეგ სხვებზე და უფრო მოტივირებულები იქნებიან და ეგრე არასდროს არ არის რა. გამოდის რომ იქნება და ვიღაცა ვერ იჯდება იმ სტანდარტში, ან რა აუცილებელია რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები ქონდეს და არც იქნება ეგრე რომ აბსოლუტურად ერთნაირად იგებდეს ყველაფერს და ერთნაირად სწავლობდეს და ერთნაირად აღიქვამდეს რა და შესაბამისად აზრიც არ ქონია მაგ სტანდარტის დაყენებას. იქ გასაგებია რომ მაქსიმალური და მინიმალური ქულები ყველგან არსებობს და რაღაცის ზღვარის გადალახვა ყველგან გიწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დამადებით კიდე რაღაცა მოგახვიო თავზე მარტო იმიტომ რომ იმ ვიღაცას, იმ ლექტორს თუ ასე შემდეგ ფავორიტი ყავს ამორჩეული. და ერთი ამორჩეული ობიექტი იყო, რომლის მიმართაც საკმაოდ ძლიერი იყო მიკერძოება ყველასგან და ყველას შეეტყო ეგა და არც მალავდნენ და ძალიან სირცხვილია რომ არ მალავდნენ. რომ აი ნახეთ რა მაგარია წინასწარ კითხულობს ყველა სემინარის მასალას, ნახეთ რა მაგარია რამდენი იცის, როგორ საუბრობს. აი უბრალოდ ისეთი პათეტიკურია და ისეთი უაზრო განაცხადია ეგ და იმდენად არაფერსზე არ მეტყველებს საჭიროებას ვერ ვხვდები საერთოდ რა და მერე გამოვიდა ის რომ ისედაც რაღაცები რო არ მოსწონდათ ეგეც დაუმატეს ეგ შედარებაც ვინც გულში ჩაიდო ასე ვთქვა და რა ვიცი ხა იცი რა ვერ გავამტყუნებ რომ გულში ჩაიდეს ეს მიკერძოება იმ ვიღაცა ობიექტის პირობითად გიორგის მიმართ და უკვე ძალიან ხშირად მაგ შემჩნეული მაგის მერე რომ ჩასაფრებულები იყვნენ რომ რაღაც არასწორად ეთქვა რომ ვინმე სრამე ცუდად ეხუმრა იმ ობიექტზე და ძალიან გახარებულები იცინოდნენ ხოლმე რომ აი რაღაცა სუსტი წერტილი უპოვეს და ეგ რაღაც ადამიანური მომენტია ეგ მე მაგალითად იმდენჯერ აი ესე ამორჩეულ ვიღაცებს იმდენჯერ მადარებდნენ რომ ახლა მაგით ჩემი თვით შეფასება არ დადაბლებულა არანაირად მაგრამ ბრაზი მქონდა ჯერ ერთი ის რომ სხვისი წარმატება უფრო აინტერესებდათ და სხვისი ქარიზმა ვიდრე მე რას ვაკეთებდი ეს ერთი და სულ სხვისგან იყურებოდნენ და მაგ ვიღაც უცხოების საფუძველზე ქონდათ ჩემი მიმართ აგრესია რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მორალურად მიუღებელი და პლუს მაგას დავუმატოთ ის რომ მეც ეგრე ვიყავი ადამიანური მომენტია ეგ რომ ვისაც გადარებენ ცდილობ რომ მეტი ისედაც ხო რაღაცა მეტი ჰუმანიზების მომენტი და რაღაც მომენტში კარგი და სასარგებლოც მგონია ეგ ცდილობ რომ რაღაცა უფრო ცუდი თვისებებიც დაინახო ნაკლი რა აქვს რომ და რაღაც მაგითი მაინც ამჩნევ რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია და არა რაღაცა პრინცესა რომელიც შენ თავზე უნდა გეჯდეს რა და
მერე არის რომ უფრო ცუდ თვისებებს გამოყოფ იცი რომ ეს სიამდვილეში ესე და ესე აკეთებს ან საერთოდ არ არის ისეთი მაგარი როგორც შენ გონია ან ამაში რაღაცაში დაბალი ქულა მიიღო და რაღაცა იგივე სიტუაცია იყო იქაც რომ აი რაღაც ისეთი ზეპირი თამაშები რო არის ხოლმე მაგის დროსაც შემიმჩნევია რომ მთელი გულით გულშემატკივრობდნენ იმას რომ წაეგო ასე ვთქვათ იმიტომ რომ ყელში იყო ამოსული ყველაფერში იმისი გამარჯვება და ყველაფერში კარგი ანუ იქ ქულებზე აღარ იყო ახლა ლაპარაკი უნივერსიტეტის გარემოში არ ვიყავით რაღაც მომენტებში მაგრამ აი ესეთ არაფორმალურ რაღაცებზეც უნდათ რომ წაგებული ენახათ და მაგაში ვერ გავამტყუნებ იმიტომ რომ ეს რაღაცა ინტრიგნული დახლართვა ან რამე ეგეთი არ ყოფილა ამიტომ სხვისი ბრალი იყო რომ მაგას ხელი შეუწყეს და ეგ წააქეს აი ისედაც რო ხედავ რომ ვიღაცას ის ცოტა თავში აქვს ავარდნელი და რაღაცა წინასწარ ამბობს რომ მე რაღაცა ნაშრომს ვწერ და ან ეგ რა დასაძრახია განვითარდეს ყველა როგორც უნდა და გამოხატოს თავისთავი ისე რომ არ შეიზღუდოს და ასე შემდეგ მაგრამ რო ხედავ რომ მაგას გონორით ამბობს და სულ ყველაფერზე მოსაზრება ყველაფერზე კრიტიკა აქვს ყველაფერის მცოდნედ გამოყავს თავისთავი და ამაში სხვაებიც ხელს უწყობენ და ეტყობათ რომ არ ერიდებათ შედარება აი ეგ ძალიან ცუდია რა მე მაგალითად მე როცა ავყავდი პედესტალზე და მემადარებდნენ სხვებს და საშინელი შემთხვევები ყოფილა ეგეთი დღემდე ვერ ვივიწყებ და ჩემზე იმოქმედა ცუდად და არა შემდარებლებზე მაგალითად თუ ვერ აჩვენებდნენ სხვებს და მე ხო მაგის პრობლემა არ მქონდა რომ გავჩუმებულიყავი და ჩემთვის ჯდარიყავი ხო სხვებს დაუწერდნენ ერთიანებს და ნორიანებს 20 თუ 21 ბავშვს და დაახურავდნენ თავზე და დაალეწავდნენ თავზე მთელ სკოლას და მოდიოდნენ და ამდენი ბავშვის თვალწინ მე მისვავდნენ თავზე ხელს რომ ნეტა ყველა ამისნაირები იყოთ აი მეგონი ზედმეტი დახასიათება და ჩაღრმავება აღარ უნდა ხო რა სიტუაციაც არის ეგ და როგორც იკითხება იმდენჯერ იყო ეგეთი შემთხვევა ახალგადასული რო ვიყავი რომ ვიღაცეები ისე რომ არაფერი არ მქონდა დაშავებული იმასთვის ნელ-ნელა ჩემ მიმართ დაიბოღდნენ და მაგას ეგრევე მივხვდი რა მიზეზითაც და რატომაც და ვერ განვსაჯე მაინც და მაინც იმიტომ რომ მათი ბრალი არ იყო რა ძალიან მკვეთრად უსვავდნენ ვიღაცეები ხაზს და კონტრასტსაც ძალიან მკვეთრად აკეთებდნენ და აი მაგას ვამბობ ზუსტად ეს წაქეზება და სიტუაციის არევა იმდენად იციან საერთოდ არ იციან ბავშვები არიან თვითონ მიხედავენ რა ამას იტყვიან და მე იმ ბავშვების საქმეში თვითონ ერევიან და თვითონ ამღვრევენ წყალს და ეგეთი გულდასაწყვეტი შემთხვევები ყოფილა ძალიან აი მე ძალიან მაგრად მეწყინა და დღემდე ეგეთი შეგრძნება მომყვება რომ ძალიან უსიამოვნო შეგრძნება დამრჩა იმის გამო რომ ესე აურიეს ვისაც მადარებდნენ მე იმათთან მუდმივად კონტაქტობდი და კარგი ურთიერთობა მქონდა რა ნელ-ნელა დისტანცია დაიჭირეს და გაიწივნან შორს და ეს იყო ყველაფერი ამ შემდარებლების და უაზრო კონტრასტების და შედარებების დამსახურება და ძალიან ცუდია ეგ და ძალიან ცუდი შეგრძნება დამიტოვა მაგ ყველაფერმა ხო და აზრს დავამთავრებ ასე რომ ხედავ აი უბრალოდ იმ შემდარებლისთვის რა მნიშვნელობა აქვს ის ვიღაცა ვინც ამოირჩია და სხვების თვალწინ აქებს და მუდმივად სხვებს ადარებს იმისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინმე ფულს აჩუქებს მაგის გამო მიწის ნაკვეთს ნახევარ-სამეფოს თუ რას აი ეგაა საინტერესო რატო ბანაობენ მაგაში მაგ თან ისეთ კომპლიმენტებში რომლებსაც თვითონ ეუბნებიან სხვას და ისეთ დებილი თვითკმაყოფილი გამომეტყველებით თან რომ ყოველ ჯერზე ვღიზიანდებოდი რა და ერთადერთი არ ვიყავი პირიქით სხვები უფრო მკვეთრად გამოხატავდნენ როგორ უნდათ რომ რაღაც ფეხი დასცინოდა უკვე იმ ვიღაცას და უფრო არ მალავდნენ რომ ყელში ამოუვიდათ ეგ რომ მარტო ლექტორის მხრიდან ყოფილიყო ესე არ დადგებოდა არავინ მაგ განწყობაზე მაგრამ ის ობიექტიც ხელს უწყობდა გიორგი მაგას აი როგორც ვთქვი აი არასდროს რო არ ჩუმდებია ყველაფერზე მოსაზრება რო აქვთ და უკვე
გეგონება 35 წლისები არიან ისე ისეთი გადაწყვეტით ლაპარაკობენ ყველაფერზე, რომ თითქოს მორჩა და აზრს აღარ შეიცვლის. სხვათა შორის ერთი ისიც თქვეს სხვისგან გავიგე, რომ თურმე ამბობდა ვინც ეკლესიაში არ დადის, უნდა დააჯარიმოო თუ რაღაცა ეგეთი. ხო და მაგას გულისხმობ ძალიან თავისუფლად რაღაც ზედმეტად სუბიექტური რაღაცების გამოთქმაში. რაღაცა ხო შეიძლება რომ ადამიანმა შენთვის დაიტოვა, მაგრამ რო ხედავ ამხელა მხარზე ხელის ტყაპუნს და რაღაცა ლამის მედლების გადმოცემას, რას გაჩვენდები მით უმეტეს პირადი ისიც თუ ხელს გიწყობს, რომ მუდმივად აზრის გამოთქმა და აზრის გამოთქმა ცუდი კი არ არის, მაგრამ უნდა დაუკვირდეს სიტუაციას და გარშემო რა ხდება, სხვანაირად არ შეიძლება. მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია და საკუთარი გადასახედიდან ვლაპარაკობ, მაგიტომაც რომ უნდა დაუკვირდე, შემთხვევით სხვა არ დაასწარი, სხვასაც ხო არ უნდა და აზრის გამოთქმა და შენ ჩაეჭერი. არ დამიძახია ეგრე და არ მიყვარს მასე თქმა, მაგრამ სტუდენტური მიმების გვერდზე ვნახე ვაზელინა სტუდენტებს რო ეძახიან ეგეთებს და რა გინდა, რავი, ვერ გაამტყუნებ რა. რაც შეეხება სწავლის ხარისხს, ზოგადად პირველი სკოლა მე უფრო როგორი გარემოც იყო იქ ეზო საკლასო ოთახი რაღაცა, ეს ძალიან ბევრი ასოციაციით დამახსოვრდა, განსაკუთრებით გიჟდებოდი ახალი წელი როცა მოდიოდა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეს უბრალო კუთხეში დადგმული ნაძვის ხე მომწონდა, რომელსაც ძველი სათამაშოები იქონდა ჩამოკიდებული. რაღაცა დღემდე ძველი სათამაშოები მინის და რაღაცა რომ მიხვდები ეგრევე რომ ძველია ფორმით ეგეთი სათამაშოები რაღაცა საერთოდ სხვანაირი რაღაც მყუდროების გრძნობას იწვევს ჩემში და განსაკუთრებით მიყვარდა საახალწლო ზეიმები, იმიტომ რომ მაგ დროს რაღაც ნაკლები აგრესია მოდიოდა თითქოს უფროსებისგან, რაღაც ყველა ზეიმზე ან სპექტაკლი ჰქონდა დადგმული, ან სპექტაკლი და ლექსები ერთად იყო, ან რაღაცა პატარა სკეტჩები, ლექსები და სიმღერები ერთად იყო რა. სანამ მად ვიყავი. და ხო ძალიან შორს რა გადავიდე, გარემო უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სწავლის მხრივ. რაც ჩემთვის საინტერესო იყო, განსაკუთრებით საინტერესო, ის ეგრევე მიჯდებოდა ტვინში. და თან ისე მოხდა, რომ ამ სკოლაში და შემდეგ სკოლაში სადაც გადავედი, მათემატიკის წიგნი ერთი და იგივე იყო, ამიტომ ჩემთვის მაქრო არაფერი არ შეცვლილა და ფორმატი უკვე გაგებული მქონდა და დავალებების შესრულების სპეციფიკაც. მეხუთე კლასში გადავედი მეორე სკოლაში და რაც ასე ვთქვათ, რაც საჭირო იყო რომ ცოდნო და მეხუთე კლასელს, ასე მგონია რომ ის ყველაფერი ვიცოდი. თუმცა მე აღმოჩნდა რომ გამლილ მასალას რასაც ეკითხებოდნენ ძველებს რანაირად ნათქვამია, ჩემამდე ვინც იყო იქ თავიდანვე გადასული, იმათ რაღაცები არ ვიცი, ქართულში იყო მგონი ეგეთ შემთხვევები, რომ გრამატიკაში უფრო მეტი რაღაც ჰქონდათ ნასწავლი და რაღაც ინგლისურში ნამდვილად მეტყობოდა, რომ ბევრი რამე არ ვიცოდი და ეგ იყო რაღაც უაზროდ მოწყობის ბრალი, რომ ესე იგი პირველი 2 წელი, პირველი და მეორე კლასი, ვინც ფულს გადაიხდი და ის იმას ქონდა ინგლისურის გაკვეთილი და სხვა კლასში გადიოდნენ მაგის გამო და ჩვენ ერთობლივად როგორც მთელმა კლასმა დავიწყეთ მესამე კლასიდან ინგლისურის სწავლა და მიყოლებით მახსოვს რომ უბრალოდ დავიტანჯე და ძალიან ცუდად ჩამებეჭდა ეგ რომ თან რა ჩემბრალი იყო ხა ინგლისური რო არ ვიცოდი ხო ანბანიც არასდროს არ უსწავლებია ჩემთვის არავის ნუ ბაღში კი გვასწავლიდნენ ვითომ ინგლისურს, მაგრამ უკვე სიტყვების ცოდნას მოითხოვდნენ 5 წლის ბავშვებისგან და მე ანბანიც კი არ ვიცოდი და ინგლისურად არაფრის წაკითხვა არ შემეძლო საერთოდ და როგორც იეროგლიფებს ისევ ხედავდი ყოველთვის ინგლისურ წარწერებს და ამ დროს ძალიან მინდოდა რომ ცოდნო და ინგლისურად კითხვა და ლაპარაკი. მაგრამ როგორც თქვი სკოლაში მაგის საშუალება არ იყო მესამე კლასამდე და მესამე კლასში მიყოლებით ორიანებით გამივსვა მასწავლებელმა რვეული ისე რომ რა ვიცი, ანბანიც კი არ უსწავლებია წესრიგად, რატომღაც ყველა მოელოდა, რომ ეგრევე რაღაცა მცოდნოდა და ნახევარი კლასი მაგ შემთხვევაში ესე ვიყავით ცარიელზე დარჩენილები, იმიტომ რომ ფული არ ქონდა გადახდილი.
მეც დარჩა ეგ შემდეგი წლები, რომ ნახევარი კლასი ჩვენი სხვა მასწავლებელთან გადიოდა და იმ პარალელური კლასიდან ჩვენთან შემოდიოდა იმათ ნახევარი კლასი და ესე გვიტარდებოდა ხოლმე ინგლისური. და ერთ დღესაც რომ ამა მივიდა ყელში და რაღაცა წიგნი რო წესიერ გადავშალე და რაღაცის გამოწერა ვისწავლე და სიტყვა სწორად დავწერე, ჩამიწერა 10-იანი. აი მაგ დღიდან თან იმ ორიანებს მიწერდა წითელი კალმით, 10-იანი ჩაწერა მწვანე კალმით. აი მართლა რო ამბობენ რომ ფერები მოქმედებს და ბავშვებს რაღაცა წითელი კალმით არ დაუწეროთ ნიშნებიო, მაგ მომენტში მაგასაც მივხვდი, რომ ფერმაც იმოქმედა განწყობაზე და აი მაგ დღიდან რაღაცნაირად იმდენად ასოციაცია შემექმნა, რომ მე შემეძლო ჩვეულებრივად ინგლისურის სწავლა, რომ ისე დავიწყე, ესე ვთქვათ, ლაპარაკიც და გამოწერაც და დავალებებიც ისე მქონდა მომზადებული, რომ უკვე ჩემი თავისგან ვეღარც წარმომედგინა, რომ ინგლისურში რამე ვერ გამეკეთებინა. და ძალიან სწრაფად ავიწიე მაღლა რა. სხვა საგნები ახლა რა ვიცი, შრომის გაკვეთილი მიყვარდა ძალიან ხატვისაც და სპორტისაც. სხვათა შორის სპორტზე ფორმები უნდა გვეტარებინა, ყოველ შემთხვევაში თუ ფორმა არა, შარვალი მაინც, სპორტული შარვალი და გოგოებს მაგ დროს ჰქონდა უფლება, რომ შარვალი გცმოდა კაბის მაგივრად და იყო იქ რაღაცა ისეთი აი ჩემი მიმართ ვინც ესე ვთქვათ სულად იყო განწყობილი და რაღაცა იმათგან ხელის კვრები და რაღაცა ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები ყოფილა, მაგრამ მაგან მაინც ვერ დააკნინა სპორტის გაკვეთილი ჩემ თვალში. და ეს სპორტი იმით განსხვავდებოდა მეორე სკოლისგან, რომ იქ ხა ძალიან დიდი სპორტ დარბაზი იყო, საჯარო სკოლის ხო დიდი დარბაზი აქვს და იქ პირველი 2-3 წელი მოითხოვდნენ, რომ სპორტზე ჩავსულიყავით დარბაზში ჩვეულებრივად და იქ რაღაცა არ ვიცი რას ვაკეთებდით, არ ვარჯიშობდით, მაგრამ რაღაცა თამაში იყო, წესით ფრენბურთი, რომლის თამაშიც მე არ ვიცოდი, არასდროს არ მითამაშია და დღემდე ხელს ვერ გავიქნევ, თუ ვიღაცამ არ მასწავლა წესიერად. ხო რაღაცა ძალიან შორს გადავიდით, ძალიან შორს გადავწვით თემას, უბრალოდ რაღაც საგნების შედარება მინდოდა რა. რაღაცა გაკვეთილები მოკლედ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რაღაცები ერთნაირი იყო თვითონ როგორც მიყავდა მასწავლებელს პროცესი რა. და აი მათემატიკა, ქართული, ინგლისური მაგათში რაც შეეხება, მათემატიკაში უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ იგივე წიგნით გავდიოდი და ისინიც იგივე მასალაზე იყვნენ და იგივე წიგნზე, როცა მე გადავედი. ამიტომ მაგ ხრივ არ ჩამოვრჩენილ ვარ, მაგრამ როგორც თქვი ქართულში და ინგლისურში თურმე რაღაცები გამოტოვებული მქონდა. ან ყოველ შემთხვევაში იმათ სხვანაირად ისწავლეს და მე რომ მივედი აღმოჩნდა რომ სხვანაირად მქონდა მასწავლი. სხვა მხრივ მე მეორე სკოლის უფრო მადლიერი ვარ სწავლის მხრივ, იმიტომ რომ განსაკუთრებით აი გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია ძალიან მცოდნე და პროფესიონალი მასწავლებლები იყვნენ და თუ იმასაც ადვილად ხვდებოდნენ წიგნში რა შეცდომები იყო და რომელი ძველი ინფორმაცია და იმას რადგან თვითონ იცოდნენ და ახალი მოძიებული ქონდათ უკვე გადაგვასწორებინებდნენ ხოლმე და გეოგრაფიის განსაკუთრებით მადლიერი ვარ მაგის გამო. ისტორიისაც თუ აი ისტორიაში და გეოგრაფიაში არ ყოფილა რომ რამე არასწორად ვისწავლე და მე უნივერსიტეტში აღმოჩნდა რომ ეს სხვანაირად ყოფილა. უფრო იმდანად ირჯებოდა მასწავლებელი, რომ თვითონ მოქონდა დამატებით და რვეულში ვიწერდით, ამიტომ წიგნზე მეტად რვეულიდან გქონდა კონსპექტები ნასწავლი, ასე ვთქვათ, და ეგეც რაღაც საინტერესო სისტემა იყო, თითქოს შენი ხელით დაწერილი უფრო ადვილად ეკითხებოდა და ასე შემდეგ, უფრო კარგად შეგეძლო მოძიება სად რა ეწერა, განსაკუთრებით საკონტროლოების წინ და რა ვიცი, აი დღემდე რო გადამიხედავს იმ პრობლემებისთვის საკმაოდ კარგი ინფორმაცია მიწერია. ეხლა გასაგებია რომ უნივერსიტეტის და სკოლის ისტორია განსხვავებული იქნება, მით უმეტეს ნიკა ხოვფერია რო გასწავლის უნივერსიტეტში ისტორიას და იქ აი იმდენი დეტალი გავიგე და იმდენი რაღაც შემავსებელი დეტალი, წელი, იმდენი რაღაც რომ ეხლა ცხადია რომ სკოლის პროგრამა მაგას არ ითვალისწინებს. და უფრო ის ბწყინს რომ აი მით უმეტეს გეოგრაფია და ისტორია ორი საგადი, რომელშიც ძალიან ბევრს შრომობდა, ასე ვთქვათ, მასწავლებელი და ბევრი დიდი ცოდნით იყო წარმოდგენილი. ნუ და ეგ მაგათი ბრალი არ არის ახლა, იმიტომ რომ პროგრამა არის ეგრე შედგენილი და ასე ვთქვათ, რაც იქ არ წერია, არა, პრინციპში რაც იქ არ წერია, იმას ხო ამბობდნენ ხოლმე, რაღაცებს ხო ჩავამატებდით ხოლმე.
პირიქით მაგ გადასახედიდან უფრო გასაკვირი გამოდის, რომ აი მაგალითად კოლონიზაცია და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, ხო, მაგაზე ამ ბოლო დროს ბევრი მაქვს ნაფიქრი და რაღაცები დავაკავშირე ერთმანეთთან, რის საშუალებაც მანამდე არ მქონია. რაღაც მომენტში არის, რომ ინტერნეტში არ იცი ინფორმაცია საიდან მოიძიო და ამიტომ სანამ სკოლაში დადიხარ ის რაღაცები, ის ვიდეოები არ გიყურებია და რაღაცა არ გაქვს მაგაზე ინფორმაცია. რაც შეეხება ამ კოლონიზაციას, მაგალითად ამერიკის კონტინენტზე გადასვლას, აბორიგენი ამერიკელების ხოცვა ჟლეტა და საერთოდ სადა რომელი კონტინენტიც კი აღმოაჩინეს, ავსტრალია იყო ეს, სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა თუ სხვადასხვა კუნძულები, არსად იმის ხსენება და ჭაჭანებაც არ ყოფილა სიტყვების, რომ იმ აბორიგენების დახოცვა დაიწყეს და გაანადგურეს, ჩაანაცვლეს კულტურულად და მოხდა ასიმილაცია. საერთოდ არსად არ ეწერა, შემიძლია დავიფიცო. რა ვიცი, შემიძლია გადავშალო ძველი გეოგრაფიის და ისტორიის წიგნები და ზუსტად ვიცი, რომ მაგას საერთოდ ვერ ვიპოვე, იმიტომ რომ ეგ რო გავიგე 19-20 წლისამ, რომ თურმე აბორიგენ ამერიკელებს ხოცავდნენ და რაღაც მომენტში ეს იმდენად დარჩა ეს წართმეული მიწის რაღაცა კოლონიალური ფსიქოლოგია, რომ დღემდე საკუთარ მიწაზე აბორიგენები არიან უფრო დაჩაგრულები და მე მაგალითად არ ვიცი, გაოგნებული ვიყავი. არავის ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებია და არანაირი მიიჩნევა არ ყოფილა. აი ყველაზე მეტად მაგაზე დამწყდა გული ეგ რო გავაცნობიერე და ძალიან გასაბრაზებელია ეგ რო ესენიც ჩრდილო ამერიკელები ხო არ არიან, არა, აი ამერიკის შეერთებულ შტატებში ხო არ ვართ, რომ იქ რაღაცა დამალონ, იმიტომ რომ ისტორიის გადასწორება უნდათ. საქართველოს რა ინტერესი უნდა ქონდეს, რომ ეგ კოლონიალური ისტორია არ აისახოს სწორად. ისე გამოიყვანეს ავსტრალიის და ამერიკის და ყველა კუნძულის შემთხვევაში, რომ აბორიგენები სიხარულით შეხვდნენ ყველა უცხო ტომელს და დაუთმეს, ისე მოეწონათ თეთრყანიანები, რომ ადგენდა დაუთმეს თავისი მიწაც, კულტურაც, ადგენდა ევროპული ტანსაცმელი ჩაიცვეს და თავისით შეერივნენ და იქ არანაირი გართულება და ბრძოლა არ ყოფილა საერთოდ. მარტო იმას ყოველთვის ხელზე იხევდნენ, რომ ჯეიმს კუკი რო ავსტრალიაში ჩავიდა, იქაურმა კანიბალებმა შეჭამესო თუ რა ვიცი, ეგ იყო თუ სხვა იყო, აღარ მახსოვს, მე მგონი ეგ იყო. მარტო ეგ იყო საინტერესო იმ ხრივ, რომ აი იმ დამხვედრის ველურობას გამოხატავდა რა, როგორი ჩამოუყალიბებელი საზოგადოებები იყვნენ და როგორ საჭიროებდნენ, ასე ვთქვათ, ქრისტიანობის შეტანას თავიანთ მიწაზე და ტანსაცმლის გამოსვლას და კულტურის გამოცვლასაც რა. აი ეგ უფრო ადვილად დასამახსოვრებელი იყო. და რა ვიცი, ხა იმას ადვილად ვერ დავიმახსოვრებდით, რომ გაწყვიტეს მთლიანად და მთელი ტომები გაანადგურეს, რაღაცა მიწები, ესე ვთქვათ, გამოიყენეს აბსოლუტურად კაპიტალისტური მიზნებისთვის და დღემდე ეგრეა. თუმცა ერთი კარგი ტენდენციაც არის, რომ იქნება ეს რაიმე მდინარე თუ დაბლობი თუ რომელიღაც შემოსაზღვრული მიწა, რომელიც ადრე ტომებს ეკუთვნოდათ და კი არა და დღემდე ტომებს ეკუთვნით, ხდება ხოლმე, რომ გადაუფორმებენ ხოლმე იმათ და ისევ კანონიერად მოიპოვებენ ხოლმე უფლებას იმ მიწაზე, სადაც ყოველთვის იყვნენ და ეგ მიხარია ძალიან რა. უბრალოდ ასეთი რაღაცები გავიგე, აი ლამის უნივერსიტეტს რო ვამთავრებდი მაშინ. უფრო ის კი არ ყოფილა, მაგის ხაზგასმა მიდო სკოლაში, უფრო ის კი არ ყოფილა, რომ რამე არასწორად ვისწავლე. რაღაცა 1-2 წლიდან შეიძლება ყოფილა, რომ თურმე სხვანაირად ყოფილა, ან რამე ეგეთი, მაგრამ უფრო მაინც მასწავლებლები იმდენად დაკვირვებულები იყვნენ, რომ ასეთ რაღაცებს ეგრევე ამოიცნობდნენ ხოლმე. და უფრო ის მომენტი იყო, რომ ძალიან ბევრი გამოტოვებული ადგილი ყოფილა ჩვენ ცოდნაში, რასაც სკოლაში ვიღებდით და რაც მერე ასე თუ ისე უნივერსიტეტმა შეავსო. და მარტო უნივერსიტეტი არ ყოფნის სხვათა შორის, იქ შეიძლება ყველაფერის წაკითხვა შენ ვერ მოასწრო, ყველა თემა არ ქონდეს ნასწავლი. შეიძლება ლექტორმა ვერ გამოიკითხოს ყველაფერი. ან რაღაცა ვერ მოესწროს, თქვათ, იმ სემესტრში და ამიტომ აუცილებელი მგონია დამატებითი განათლება, რომელსაც ჩემს შემთხვევაში ახლა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვთვლი, რაც არის YouTube-ზე ინფორმაციის მოძიება და კიდე სტატიების მოძიება რა და კვლევების. ხო და
მაგის გარეშე არ შეიძლება, იმიტომ რომ მარტო საკითხავი წიგნები და მხატვრული ლიტერატურა არ ეყოფა ყველაფერს. ძალიან სულად იციან ხოლმე ესე. ორი წიგნი გადაშელი და წაიკითხე რა და ეს წიგნი როგორი უნდა იყოს? ენციკლოპედია საბავშვო, გრამატიკის წიგნი, იურიდიული ენციკლოპედია, ინგლისურის workbook-ი უნდა იყოს, თუ რომელი, აი მხატვრული ლიტერატურით მარტო ვერ განათლდები, არა მხატვრულიც უნდა იყოს იქ ჩართული, თუ მაინც და მაინც წიგნებს ვლაპარაკობთ და თუ კიდევ სხვა რამეზეც ვლაპარაკობთ, მაშინ კვლევებიც, სტატიებიც და YouTube ვიდეოებიც, რომლებიც ძალიან ბევრი წყაროს დამუშავების მერე არის გაკეთებული. და უნივერსიტეტს რაც შეეხება, უნივერსიტეტს რაც სადაც კი რამე განათლება მიმიღია, ყველაზე მეტად უმადლი, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულად თუ ძალიან ბევრი პრობლემა ქონდათ და ინფრასტრუქტურულად ლექტორების ვარ ძალიან მადლიერი, იმიტომ რომ მოწვეული ლექტორები ყავთ საუკეთესო, რაც სადაც კი ვინმე შეიძლება იპოვო, აქაც აქვს განათლება მიღებული, დღემდე კვლევებს ატარებენ და ევროპაში და შეერთებულ შტატებშიც აქვთ განათლება მიღებული. და ნამდვილად შეგიძლიათ დაიყრდნო და კონდეს იმის იმედი, რომ ჯერ ერთი პატივისცემით გეპყრობიან. და მეორეც გასწავლიან იმიტომ, რომ თვითონ უნდათ, რომ ბევრი ისწავლო. აი ეს დამოკიდებულება. სკოლაშიც იყვნენ მასწავლებლები, მაგ განწყობით უბრალოდ იმდენად ჯაჯღანში და სხვა ვიღაცების დაწყნალებაში გადიოდათ, რომ მაგას რაღაცნაირად ვეღარც ამჩნევდი, თორე ცოდნის მხრივ პრობლემა არ ქონიათ რა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ორივე სკოლაში საკმაოდ დიდი ეზო იყო და სპორტ დარბაზებიც ჰქონდა და ასე თუ ისე ყველაფერი თავის ადგილზე იყო რა. ეხლა საჯარო სკოლა უფრო დიდია, შენობითაც, ეზოთიც და ასე შემდეგ. ეზოში სამოძრაო ყოველთვის იყო და კარგია ეგ, უბრალოდ სტადიონიც აქვს გვერდზე და მაგ სტადიონს გვერდზე რაღაცა მოედანი თუ არ ვიცი რა ქვია მაგას არ ვიცი, შემოღობილი იყო. სტადიონსაც ვერ დაუძახებდი ვერც რა ვიცი, სათამაშო ეზოს. უფრო ისეთი ადგილი იყო. მანდაც თამაშობდნენ ხოლმე, მაგრამ უფრო სტადიონს ცხადია. ნამსხვრევები ეყარა, ლურსმნები, ნაგავი ეყარა და მოუწყობელი იყო სრულიად, რაღაცა ამოტეხილი ასფალტი იყო და ასე შემდეგ. და ეხლა ხო ცხადია, რომ ბავშვების გარემოში მით უმეტეს ეგეთი ადგილი საერთოდ არ უნდა იყოს. მერე სპორტ დარბაზში, აი მაგიტო მერე აღარც მახსენდება, რომ სპორტ დარბაზში ჩავსულიყავით. არ ვიცი, არემონტებდნენ თუ რა იყო, წარმოდგენა არ მაქვს და სადაც სპორტ დარბაზი იყო, იქვე გააკეთეს ბუფეტიც ერთი პერიოდი. და უნდა ესე ვთქვათ, გადაგევლოთ, ხიდით იყო შეერთებული, დახურული ხიდით და სკოლიდან შეგეძლო გადასულიყავი სპორტ დარბაზში, მაგრამ მერე ეგეც გადაკეტეს მაგ ხიდის კარიც. და ვეღარ მოხვდებოდი საერთოდ იმ შენობაში, რაღაც ამბობდნენ, რომ საცურაო აუზიკეთდებაო თუ აი ვეღარც გაირკვა ბოლომდე რაღაცას რომ დაიწყებდნენ. მერე ვეღარ ამთავრებდნენ და დღესაც არ ვიცი რა მდგომარეობა და რა გააკეთეს და რა დაასრულეს, საერთოდ არ ვიცი. და ცუდია ეგ, რომ რაღაც სივრცე მოსპეს რა. მერე რატომაც მოითხოვდნენ ხოლმე ისეთ ადგილას ვსვამდნენ თან სპორტს, რომ ან პირველი გაკვეთილი იყო, ან მეორე, ან რაღაცა ესე აკეთებდნენ და ისე ცდილობდნენ გაკვეთილების ხელში ჩაესვათ, რომ ბავშვები არ გაქცეულიყვნენ იქიდან და ხალხში არ გაპარულიყვნენ. მაგრამ არ გამოსდიოდათ ეგ ცხადია და რაღაცნაირად ესე მერვე მე-9 კლასიდან სტადიონზე გადიოდნენ ხოლმე ბიჭები და გოგოები ვიყავით იმ ზუსტად იმ ნამსხვრევებიან და ლურსმნებიან მოედანზე, რომელიც მოუწყობელი იყო. დღეს სკოლა გარემონტებულია, სხვა ფერებში გადაღებეს, რაც არ მომეწონა მე, იმიტომ რომ მინდოდა რომ რა ფერიც ყოფილიყო, ის დარჩენილიყო, მაგრამ მე ვიმომისმენდა ეხა მაგ შემთხვევაში. და ეზოშიც რაღაცა შეცვალეს, კიბე გახდა სხვანაირი, რაღაც ზემოთ არის, ზედაფერდობზე არის და უნდა ჩამოხვიდე კიბით ტროტუარზე. ხო და უკან არ გავსულო რა, არ ვიცი რა ხდება იქ უკან. რკინის სავარჯიშოები იყოს თვითონ სპორტ დარბაზის უკან და იქაც ყოველთვის ნამსხვრევები და ნაგავი ეყარა ხოლმე და საჯარო სკოლა, რომელიც სახელმწიფოზეა დამოკიდებული, რატო არ უნდა იყოს დალაგებული, ვერ ხვდები. ასეც
და დირექტორს რამდენიმე ყელზე დაადგებოდი, იმდენი გეუბნებოდა, რომ ფულს არ მაძლევენ და ვერ ვარემონტებო რა. სკოლაზეც ეგრე ამბობდა, იქაც რამდენჯერმე დაიწყეს კარების შეცვალეს სხვადასხვა კლასების, რომელსაც ღრიჭო ჰქონდა ძალიან დიდი იატაკიდან აცილებული იყო და რაღაცა არ ვიცი, ისე გამოიყვანეს თავიდან თითქოს მთელ სკოლაში რემონტი იქნებოდა, მაგრამ მე გამოვიდა, რომ მარტო ფოიე გაარემონტეს და კარები შეცვალეს კლასებში. ხო და ძალიან არაკომფორტული იყო მეთქი, ვერ ვიტყვი, რომ უსიამოვნო, თან მე ჰიპერსენსიტიური ვარ და ჰიპერმგრძნობიარე, რაღაცეები მით უმეტეს ძალიან ბინძური ადგილები ჩემზე ცუდად მოქმედებს განწყობის მხრივ და ვერ ვიტყვი მაგ მხრივ, რომ ძალიან უსიამოვნო შეგრძნება დარჩენია ან რაღაცა. უბრალოდ ერთი ის იყო, რომ სადაც არ იყო დასხმული ცემენტი თუ ასფალტი თუ რაც არის, იქ ტალახი იყო მეტი და წვიმიან ამეთში შეუძლებელი იყო, რომ რაღაცა წესიარად გაგევლო და სხვა მხრიდან უნდა გადმოგევლო და რაღაცა ესეთი რა. და ფაქტი არის ის, რომ დაუშვებელია, სადაც ამდენი ბავშვია, იქ ესეთი არ ვიცი, ლურსმნები და ნამსხვრები რანაირად უნდა იყაროს, ეგ რატო არავინ არ იზრუნვა მაგაზე არასდროს, არ ვიცი, თან პლუს გვერდზე საბავშვო ბაღიც არის. მერე სადღაც ესე მერვე მეცხრე კლასიდან უკვე ვეღარ ვიხსენებ, რომ სპორტ დარბაზში ჩავსულიყავი, იმიტომ რომ როგორც თქვი, გადაკეტილი ჰქონდათ იქ და რაღაცნაირად ეგ სივრცეც მოსპეს. და სკოლის ეზოში არც, რომელ სკოლის ეზოში დგას ახლა, საჯარო სკოლებში პრინციპში არ მინახავს ეგეთი რამე, რომ სკამები იყოს, მაგრამ ცუდია, რომ სკამებს არ დგამენ ხოლმე, იმიტომ რომ ვერსად ვერ დაჯდებოდი რა, მარტო უნდა გერბინა, ან რა ვიცი, დაწოლილიყავი ძირს თუ რა ვიცი. ბუფეტი ცალკე რა. ყველა სკოლაში საჯაროა თუ სოფლის სკოლაა თუ მუსიკალური სკოლა თუ კერძო, ყველა სკოლაში უნდა იყოს მაგის საშუალება, რომ სუფთა და სტანდარტებით დასულ გარემოში დამზადებული საჭმელი იყიდოს ბავშვმა, ეს ერთი, რომ გარეთ დაჯდომა შეიძლებოდეს და თუ არ შეიძლებოდეს შედარებით უსაფრთხო იყოს ისე, რომ რო დაეცემი კიდურები არ მოგწყდეს და ძვალი არ მოგივარდეს და უსაფრთხო უნდა იყოს იმ მხრივ, რომ რაღაცას ხელს რომ მოკიდებ ძირს დაგდებულს, არ ვიცი, არ უნდა გადაგეჭრას კანი. და ბუფეტიც, ბუფეტში ახლა ისეთი საკვები იყიდებოდა, რომ რაც მანდ იყო პიცა, ძალიან ბევრჯერ მოიწავდნენ ბავშვები მთელ სკოლაში და არავინ არ მიიღო მაგის შესახებ ზომები, საერთოდ მაინც ყიდულობდნენ ჯერ ეს ერთი და მეორეც ერთი არც არავისთვის მოუთხოვიათ მაგის გამო პასუხი, რა იყო იქ შერეული, როგორ აკეთებდნენ ფულს, რით ცომზელდნენ, იმავე ხელით ასმევდნენ ხოლმე ფულს და მერე იმავე ხელით ყოველგვარი ხელთათმანის გარეშე დებდნენ იმ რაღაცას ლობიანს თუ პიცას პარკში. ამიტომ აქ ხრივ სხვა საჯარო სკოლებისგან განსხვავებული არაფერი არ არის და ხო, ახლა ვისაც არ ქონდა ფული, ცხადია, რომ ის ვერც მაღაზიაში გადავიდოდა და ვერც ბუფეტში ვერ იყიდა ვერაფერს და ერთი-ორი ეგეთ შემთხვევა მახსოვს, ისეთი საუზმე ვერ მოვასწარი დილას და იმდენად მშიერი ვიყავი მთელი დღის განმავლობაში, რომ ბოლოს სიარულიც კი მიჭირდა, გაკვეთილები რომ დამთავრდა და დაცემაზე ვიყავი მართლა. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ჩემი უნივერსიტეტი მიუხედავად იმისა, რომ კერძო იყო და ძალიან ბევრი ფული შემოსდით დღემდე, 2024 წლამდე შენობა არ შეცვლილა ჯერ ეს ერთი. და ახლა არიან გადასულები ადეკვატურ შენობაში, რომელსაც საკმაოდ დიდი ეზოც აქვს, ადამიანურად მოწყობილის არის და ყველა აუდიტორიას და ყველანაირ სივრცეს, იქნება ეს კაფეტერია თუ სხვა სივრცე, თავისი ადგილი აქვს და სართულებზე მაინც შეგიძლია ასვლა, რომ იმ სივრცემდე მიხვიდე. და შიგნით და გარეთ დასაჯდომებია. თავიდან მე რო ჩავაბარე, საერთოდ ყველა სხვადასხვა შენობაში იყო განაწილებული და არ ვიცი, დიდი კოლოფები რო შეაერთო, მაგხელა გამოდიოდა ერთად. უნივერსიტეტის შენობა და საერთოდ არ გავდოთ ამ უნივერსიტეტის შენობას, არც ვიცი რა დაწესებულება შევადარო, იმიტომ რომ ეგეთი მინიატურული მე არც ექიმის კაბინეტი არ მინახავს და არც სხვა შენობა და არც სხვა სივრცე. ვიწროვესი დერეფანი, კიბეზე ვერც დადგებოდი ისე რომ რაღაცა არ გაჭედილი იყო მოძრაობა და ვერც დაჯდებოდი, გარეთ იყო მარტო, რომ გამოხვიდოდი პირდაპირ ტროტუარზე გადმოდიოდა კიბე და
იქ ხდებოდნენ ხოლმე სტუდენტები და თან პლუს ვინც გამოდიოდა უნივერსიტეტიდან ისინიც უნდა გაგეტარებინა და არანაირი აი 1-2 ზედმეტის კამიც კი არ იყო თვითონ დერეფანი ბჭყალებში დერეფანი მაგას თუ დერეფანი ქვია საერთოდ და აი ეგ მაწუხებდა მათ ყოველთვის რომ მარტო ეზოში იყო დასაჯდომი ისიც ერთი შენობა ქუჩის ერთ მხარეს იდგა მეორე შენობა ქუჩის მეორე მხარეს და იმ ქუჩის მეორე მხარეს რო იდგა ის შენობა რა ვიცი შეიძლება ცოტა ისე ჟღერს იმედი არ ურავ ძალიან აი თვითონ სახლები არ ვიცი რა დავარქვა მაგას საერთოდ სახლების იდგა იქ და სახლები რა ეზოშიც გადიოდა იგივე ეზოს იყოფდა უნივერსიტეტის მეორე შენობაც რა და იქ იყო რამდენიმე სკამი სადაც გარეთ შეგეძლო დაჯდომა და კიდევ ერთხელ მანდ არც მეორეში არ იყო სკამები სადაც შიგნით დაჯდებოდი მაგალითად როცა ლექციას ელოდებოდი აუდიტორიის გათავისუფლებას და უნდა ჩამოწყარიყავი ფეხზე თუ წვიმა იყო ხო ცხადია რომ გარეთ შეუძლებელი იყო დაჯდომა და ერთ შენობაში უნდა შეჭეჭყილიყავი და ლოდინი თუ გიწევდა მით უარესი იმიტომ რომ ვერ დაჯდებოდი და იატაკზე უნდა დამჯდარიყავი ან უბრალოდ უნდა გარიყავი ფეხზე რაც ჩემთვის იყო ძალიან ყოველთვის ძალიან შეურაცხყოფელი სასაცილოც და აუტანელიც რა რო კერძო უნივერსიტეტი სადაც 4500 ან 6000 ლარი ღირს თვითონ ფაკულტეტი თავის თავზე ამბობს რომ ღარიბი უნივერსიტეტი ვართ და ვერ მოვაწყობთო თავიდან კაფეტერია იყო საკმაოდ ნორმალური ზომის სივრცეში პირველ სართულზე მაგრამ შემდეგ ეს სივრცე გამოათავისუფლეს და იქ გახსნეს კინოჩვენებებისთვის პატარა ოთახი სადაც ნუ პუფები დადეს და შედარებით რაღაცა გარემო შექმნეს ადამიანური რაღაცას დამსგავსებოდა მაგრამ სამაგეროდ ის კაფეტერია გარეთ გამოაგდეს და მაგაზე ძალიან დიდი სიხარულით მოგწერეს მეილში რომ ეხლა კაფეტერია რადგან გარეთ იქნება სივრცე გამოგვითავისუფლდაო და იმასაც ძლივს მოიფიქრეს რომ იმ კაფეტერიისთვის სკამები სადაც დადგეს გარეთ დამატებით გადაეფარებინათ რამეზე დრო წვიმა და თოვლი მაინც არ ჩამოსულიყო და კაფეტერია ერქვა ბჭყალებში კაფეტერია ადგილს რომელიც აი ხო იცით პატარა მოსიარულე პატარა აი მანქანის ფორმის კაფეები როა რა მოსიარულე კაფე თუ რაღაცა არც ვიცი როგორ ქვია მანდ იყო და 2 ლარი და 3 ლარით რო გასულიყავი მაგ ბიუჯეტისთვის საკმაოდ ძვირი იყო ყველაფერი ამიტომ 2 ლარზე მეტი თუ არ გქონდა ვერაფერს ვერ შეჭამდი რა და თუ მაინც და მაინც იმ გქონდა და დახარჯავდი მაშინ გზის ფული აღარ გექნებოდა ამიტომ მანდაც რომელი ობიექტით შემოიყვანეს იმას საერთოდ არ გაითვალისწინა არაფერი და არანაირი სტუდენტური ფასები მე თუ მკითხავ ეგ არ იყო იმიტომ რომ რაღაცა 6 და 7 ლარი არ უნდა ღირდეს სენდვიჩის იქ სადაც სტუდენტები ჭამენ ან არ ვიცი საერთოდ ხო არ ვიცი იაფი უნდა იყოს მეთქი ეგ როგორ თქვა იმიტომ რომ თავისუფალ უნივერსიტეტსაც აქვს კაფეტერია და არ მგონია რომ ეხლა ის უფასო იყოს მაგრამ რაღაცის მოხერხება შეიძლება ყოველ შემთხვევაში ფასი ისე დაკლება რომ სტუდენტ შეეძლოს ყიდვა ამიტომ არანორმალური იყო ეგეც რა აი მანდაც იგივე რა სკოლაში თუ დილას ჭამა ვერ მოასწარი და ფული არ გქონდა ისევ მშიერი რჩებოდი სანამ სახლში არ წახვიდოდი და ხო ეგრე იყო მე გათბობა აი გრძელი ფორმის გათბობა რო არის რომ ფეხზე რო დგას აი ეგ დააყენეს ზამთარში იმიტომ რომ გარეთ ძალიან ციოდა და შიგნით როგორც ვთქვი დასაჯდომი არ იყო არსად მით უმეტეს თუ აუდიტორიები დაკავებული იყო და მე ფაკულტეტი რო შევიცვალე მე საერთოდ აი მოწყობის მხრივ კიდევ უფრო უარეს შენობაში აღმოჩნდი მართალია მაგას კი ქონდა ეზო ისიც იმის ხარჯზე რომ ადრე სხვა ობიექტი იყო მგონი რესტორანი და მაგის ხარჯზე დარჩა ის ესე ვთქვათ შუაში შემაღლებული ადგილი თუ რაღაცა მაგრამ მანდაც ადმინისტრაციას დასჭირდა ლამის აქციების მოწყობა და სტუდენტების ლანძღვა და პროვოკატორების დაძახება მარტო იმიტომ რომ ბავშვებმა მოითხოვეს გარეთ სკამების დადგმა ხო და ეგეთი უნივერსიტეტი რომელიც ერთ წუთში თავზე გისვავს ხელს და გეუბნება რასაც მეტყვი ყველაფერს შეგესრულებ იმიტომ რომ ჩვენ თქვენთვის ვარსებობთ და მეორე წუთში ხელს რო შემოგიბრუნებს და სილაც გაგაწნავს პროვოკატორი ხარ და ამდენი ფული საიდან უნდა უშავოთ რეებს ითხოვთო თან ელემენტარულ რაღაცებზე რაც უკვე დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო
მან მაგას რო ვიხსენებს აღარ მიკვირს აი ამდენი ხვეწნა რო სჭირდებოდათ ელემენტარული ინფრასტრუქტურული რაღაცების შესწორებაზე. და მთავრობასავით იცოდნენ ხოლმე დაგპირდებოდნენ აუცილებლად გავასწორებთ თქვენ ყველა ფიდბექს გავითვალისწინებთ და ჩავიწერთო და მერე გამოდიოდა რომ უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებდნენ მაგას რომ დაეფიქსირებინათ რომ სტუდენტებმა წუხელი გამოთქვეს რაღაცაზე. როგორც ვიცი არსებობს 1994 წლიდან და 2024 წლამდე წესიერი შენობა არ ყოფილა ისიც თბილისის გარეთ არის ისეთ ადგილას გადავიდნენ. ესე იგი გამოდის რომ 30 წელი ელოდნენ თან კერძო უნივერსიტეტი ძვირიანი ფაკულტეტებით და ცნობილი ლექტორებით რომლებიც ცნობილი ადამიანები არიან ხშირად და მაგათ ეტყობა მთელი ეს 30 წელი თავისი პრესტიჟის და სახელის იმედი ჰქონდათ იმიტომ რომ დღემდე პრესტიჟულ უნივერსიტეტს ეძახიან და ჩემი აზრით საერთოდ არ იმსახურებს არანაირად იმიტომ რომ გამოცდების მხრივ ძალიან ცუდად იყო საქმე აი რა ვთქვა ხო ერთი ისიც უნდა აღვნიშნო აუცილებლად რომ არც ერთ ამ პატარა შენობაში რომელიც მანამდე ჰქონდა უნივერსიტეტს საერთოდ არანაირი გაგებით არ იყო გათვალისწინებული ეტლით მოსარგებლე ადამიანი იმიტომ რომ ეხა იქ სადაც ტკიბეზე თან ზიხარ და თან სხვა უნდა გაატარო ჩამოატარო და სხვა ესე ვთქვათ კურსერებთან სალაპარაკო და შეკრების ადგილი არ გაქვს თუ სადმე კვების ობიექტში არ წახვედი იქ ახლა გასაგებია რომ ეტლიანი ადამიანი უნდა ასწიონ სხვებთან და უნდა აიყვანონ ზემოთ ხო ის კიბეც ისეთი იყო რომ მე ყოველ ჯერზე მოაჯირს ვეჭიდებოდი რომ არ დამცდენო და ფეხი და არ ჩამოვარდნილი იყავი აი ძალიან რაღაცა ცუდ მოსახვევებს აკეთებდა ყველაფერი და ძალიან უცნაური შესახედი იყო და საერთოდ ვერაფერი ვერ გეტყოდა რომ უნივერსიტეტში იყავი იმდენად საერთოდ არ გავდა ისივრცე უნივერსიტეტს და დღემდე ვერ ხვდები საერთოდ როგორ კადრულობდნენ ეგეთ შენობაში ყოფნას და როგორ არ ელახებოდა თავმოყარება წარმოდგენა არ მაქვს თან შენ მაღალ სტანდარტზე უნდა ყოფილიყავი არც დაგეგვიანა მით უმეტეს მაშინ როცა 2-3 წუთის გადასცირების მერე ლექტორი კარს კეტავდა და აღარ გიშვებდა აუდიტორიაში მაღალ ქულებზეც უნდა გესწავლა სტიპენდიაზეც შენ უნდა გეწვალა და გეჩალიჩა გაცვლით პროგრამაზეც უნდა წასულიყავი რომ ნუ მაგას კი არ გავალებს და ვინმე რომ აუცილებლად უნდა წასულიყავი მაგრამ შენ პასუხისგებლობად თვლიდნენ მაგას რომ GPA თავისთავად მაღალი გქონოდა არ უნდა გაგესწრინე არ უნდა დაგეგვიანა იმ უნივერსიტეტში სადაც არებს წერდნენ დაგვიანებაზეც და ნებისმიერ საპატიო და უპატიებელ მიზეზზეც და პლუს ერთი კი არა რამდენი შემთხვევა იყო ეგეთი აშკარად საშინელი ფულის ღორები არიან იმიტომ რომ მე როცა დიპლომის ასაღებად მივედი არ მატანდნენ თავიდან და მატენიდნენ გინდა თუ არა შენ გადახდილი არ გაქვს ფული და ვისაც დავალიანება აქვს იმას დიპლომს ვერ მივცემთო მაგრამ 7 თვის დამთავრებულზე უნივერსიტეტის 7 თვის დამთავრებულზე რანაირად შეიძლება ყოფილიყო რომ მაშინ თუ არ მქონდა გადახდილი საბაკალავრო როგორ დავიცავი და როგორ დავამთავრე როგორ დაწერეს ქულები ხო ეგრე მაშინ პორტალიდან ყოფილიყავი გათიშული კიდე ვიღაცამ შუალედური აღადგინა გამოცდა დაწერა და რადგან ვერ მოასწრო ფულის საფასურის გადახდა სწავლის ის შუალედურის ქულა გაუნულდა და აღარ აღადგენინეს კიდე ერთი შემთხვევა წავიდა ერთი ვიღაც გაცვლის პროგრამაზე და წესით მეგონი აღარ უნდა მოსწევდა რომ გადაეხადა იმ სემესტრში არ ვიცი ეგ როგორ მუშაობს მაგრამ იმდენად ღორები არიან და დახარბებულები და თან ხო საწყლები იმდენად ღარიბები არიან და იმდენი ძახეს თავის თავზე ღარიბები ვართო და ვერაფერს ვერ შეგისრულებთო რომ ამ ვიღაცას უთხრეს ადექი და გადაიხადე რა გიჭირსო ესე იგი მაგათ ეთყობა სერიოზულად გონიეთ რომ რადგან მან დაბარებდა კერძო უნივერსიტეტია და 100%-იან გრანტის შემთხვევაშიც ფულს იხდი რომ ხო პორტალიც ისე აწყვეს რომ სადმე ვინმესთვის ფულის შეწერის ან შეტანვის საშუალება თუ იყო ან ვიღაცის გამორიცხვის ან გაგდების ან ასე შემდეგ ეგრევე დოლარის ნიშნები ენთებათ თვალებში მე მგონი ხო და იმედია დამეთანხმება ყველა რომ ესეთი
რაღაცების ჩამდენი უნივერსიტეტი პრესტიჟულობის სახელს არ იმსახურებს. თან მაგასაც იმის ხარჯზე ახერხებენ, რომ როგორც მაგალითად ჯავახიშვილის ან სხვა უნივერსიტეტების პრობლემები გამოსულა სააშკარაოზე და საზოგადოებას დაუწყია ლაპარაკი, ესე საჯაროდ არ გამოსულა და არც ყოფილ სტუდენტებს, ვინც დაამთავრა, არავის ცუდზე არასდროს არ ულაპარაკია და ეგრე რატოა ვერ ვხვდები, იმიტომ რომ შენობაში ახლა გადავიდნენ იმ დიდ შენობაში, ხო ეგრეა, მანამდე ხო იგივე ადმინისტრაცია იყო და იგივე სრულიად მოუწყობელი სივრცეები და სრულიად რაღაცა უთავმოყვარეო ინფრასტრუქტურა და ხო ერთი და იგივე უნივერსიტეტი დაამთავრეთ ყველამ და როგორ მოხდა რომ იმათ ყველაფერი კარგი ეთქმით და ახალი დამთავრებული ვისაც აქვს ისინი ძირითადად ხას უსვამენ მაგას. ჯერ ერთი დამთავრების ცერემონიალიც კატასტროფა იყო. ყველაზე ცუდი უნივერსიტეტიც რო არ გაკადრებს ეგეთი, იმიტომ რომ უამრავი ხალხი მოყარეს 2024-ის კურსდამთავრებულებს, 2025-ის კურსდამთავრებულებს და პირველ კურსელებს ერთად მოუწყეს ბრჭყალებში ზეიმი. პირველ კურსელების ველკამი დაამთხვიეს იმისთვის, რომ ზედმეტი ფული აღარ გადაეხადათ და კიდე აღარ მოსწეოდათ ხარჯების გაწევა. და ის პირველ კურსელები მთელი 3-4 საათის განმავლობაში არავის არ გახსენებია, იმიტომ რომ დამთავრების ცერემონიალზე იყო მთელი ფოკუსი გადაწანილი და რომელ პირველ კურსელებზე იყო ლაპარაკი. თან პლუს 2 სტუმრის მოყვანის უფლება ჰქონდა ყველას, მაგრამ რა თქმა უნდა ხალხმა იქ ზედმეტად ჩაწერა, ერთმანეთს თხოვდნენ, რომ თუ შენ არავინ არ მოყავს, აი ეს 1 ან 2 ვიღაცა ჩამიწერეო და ცხადია მაგითიც და კიდე იმით, რომ 2 წლის ერთად დამთავრებული ადამიანებს ოჯახის წევრებს რო შეკრებ და პლუს ალბათ პირველ კურსელები ვისაც მოიყვნენ იმათ სტუმრებს ერთად, ცხადია რომ უამრავი, აი არც ვიცი უბრალოდ ვერც გამოვიცნობ იმდენად დიდი რაოდენობის ხალხი იყო, უბრალოდ არ ვიცი, პარლამენტის წინ აქციებზეც კი არ მინახავს ამდენი ხალხი, რამდენიც მანდ იყო და ცალკე მაგაზე ავითხარეთ თავიდანვე რომ მივედი, თან დაგვიანებით მივედი. საათნახევრის დაგვიანებით მივედი, იმიტომ რომ არ ვიყავი იმ დღეს კარგად და მაინც ბოლოს ავდექი ჯახირით მივედი როგორღაც და მაგ დღეს რაც ტაქსში ფული გადავყარე, არ ვიცი რამდენ ხანს დამჭირდება მაგის ანაზღაურება, იმიტომ რომ ერთი შორს იყო და მე-21 პიკის საათში მიწევდა მოძრაობა. ჯერ ეგ იყო ნერვებისზე ამთხრელი, ამდენი ხალხი რომ მოიყვანეს და სამოძრაო სივრცეც კი არ იყო. დასაჯდომები არ ყოფნიდა არავის. რამდენი სკამიც უნდა დაედგათ, ესე მგონია რომ იმდენი ხალხი მოყარეს, რომ მაინც ფეხზე დარჩებოდა ბევრი და თან ეხა მივწოდეთ ბალახზე ამ საღამოს კავებით და რა ქვია ესეთი გამოპრანჭული ტანსაცმლით ვინ დაჯდებოდა, ხო? ამან შექმნა საშინელი დახუთულობა და არც ეზოში და არც შიგნით მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი შენობა რაც კი ქონიათ ეს არის, ესე იგი ვერ მოტრიალდებოდი ისე, რომ ვიღაცას არ შეჯახებოდი. აი სულ ფრთხილად უნდა გევლო და სულ ვიღაცებს შორის უნდა გაგევლო და გზა გაგეკვლია. ისეთი ზედახორა მოაწყვეს და ჯერ მარტო მაგაზე ავითხარე, რომ აი ესეთი ჩახუთულობა შექმნეს. საშინელი ზრიალი იყო თან ეხა ამდენი ხალხისგან ხო ეხა ჩუმად ხო არ იდგებოდა ყველა. ცალკე ხმამაღლა აწეული მუსიკა. და პლუს ყველა ფაკულტეტიდან იყო რამდენიმე ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ფული გადაგვახტევინეს და მანტიები არ შეგვიკერეს, არც ქუდები. და კიდევ ერთხელ ამის გამკეთებელი უნივერსიტეტი თუ კიდე პრესტიჟულია, მაშინ სტანდარტებში ძალიან ცუდად ქონია საქმე. მართალია ის ფული დააბრუნეს მერე, მაგრამ არ ვიცი, აი არც ვიცი საერთოდ საშინელი აი სირცხვილის, უთავმოყვარეობის და აი მართლა სიტყვებს ვერ პოულობ, ისეთი საშინელი შთაბეჭდილება დატოვეს მაგითი და მე თან იმას ვიმედოვნებ, რომ ეხლა რომ მაგისტრატურას ვამთავრებ, ეს უნივერსიტეტი წესიერ დამთავრების ცერემონიალს მოაწყობს, მაგაში ეჭვიც არ მეპარება.
და ესეთი უაზრო ლაფსუსები, რომლის გამოც ფაქტობრივად ბოდიშსაც არ იხდიან, არ იქნება. მაგრამ სხვები, რომლებიც მაგალითად აღარ აპირებენ თქვათ უნივერსიტეტში ჩაბარებას მაგისტრატურაზე, ან ჯერ უნდა მოიცადონ და მერე ჩააბარონ, იმათ ხო უნდათ, რომ დასამახსოვრებელი ყოფილიყო ყველაფერი და ერთი მართლა ფოტოების გადაღება თუ მოახერხა ხალხმა, თორე ტორტზე ზედახორა იყო, რომ ჭრიდნენ. ფაქტობრივად მთლიანი ნაჭერი არც გადამიღია, რაღაცა მარციპანი რომ არ მოეწონა ვიღაცას ცალკე გადადო და ეგდო, ის გადავიღე, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებდა როგორი ტორტი იყო. და ესე იგი, არ ვიცი, ეს რაღაცა 50 წუთის განმავლობაში მაინც იყო რიგი ტორტთან, რომელიც არ მთავრდებოდა, იმიტომ რომ ვიღაცები რო აიღებდნენ ნაჭერს, სხვები ემატებოდნენ და ის ვინც ჭრიდა ტორტს ძალიან მაგრად შემეცოდა მტერს არ უსურვებდი იმის ადგილას ყოფნას. იმიტომ რომ ხო, ჯერეთი არ ვიცი როგორ მოხერხა რომ ყველას ამყოფინა, მაგრამ რაღაც მომენტში უკვე წასვლას რო ვაპირებდით, კიდე ხალხი იყო მისეული და კიდე თეფშებით იდგნენ და მოკლედ აი მთლიანი ნაჭერი მე მაგალითად არ შემხვდა რა, სიმართლე რო ვთქვა. და ყველაზე ნერვების მომშლელი ის არის, რომ ჯერ ერთი დააჯილდოვეს მარტო ის ხალხი, რომელსაც მე მგონი 3.8 ქონდა GPA, თუ სწორად მახსოვს, თუ 4.0. ყოველ შემთხვევაში 3.0-დან 4.0-მდე ვისაც ქონდა, მარტო იმათ გადასცეს რაღაც განსაკუთრებული სიგელები თუ ჯილდოები თუ რაღაც. ეგეც იმისთვის, რომ იმდენი ხალხი მოყარეს და შეკრიბეს, მე მგონი თვითონაც არ ელოდნენ, რომ მაგდენი იქნებოდნენ, თავის სტუმრებიანად და გადაწყვიტეს, რომ რაღა ყველა კარგი აკადემიური მოსწრების მქონე დაეჯილდოებინათ მარტო რაღაც მაქსიმალურები ვისაც ქონდა და ვინც ბრწყინავდა მარტო იმათ ისიც რავი, ახლა არ მგონია რომ ფულად იჯილდო ყოფილიყო, არ იყო რაღაცა სიგელი თუ სერტიფიკატი თუ ასე შემდეგ. პლუს ხმა წინასწარ ქონდათ ჩაწერილი, სადაც სახელებს და გვარებს ამბობდნენ და იმდენად სწრაფად ამბობდნენ, რომ სცენაზე რო ავედით, საერთოდ სხვა ვიღაცების სახელები და გვარები იყო და ჩემმა სახელმა არ მახსოვს უფრო წინ გაიარა თუ უფრო მერე სცენიდან რო ჩამოვედი, მაგრამ არც კი დამთხოვია ფაქტობრივად სცენაზეც კი არ გავჩერებულ ვართ, უბრალოდ ავიარეთ კიბე, სასწრაფოდ გავიარეთ სცენა და ჩამოვედით მერე ისევ. და ამ იდიოტ ადმინისტრაციას სერიოზულად გონი, მართლა აი რო ვიხსენებ, მით უმეტეს უფრო ვითხრები ნერვებზე, სერიოზულად გონიათ, რომ სასწაული ზეიმე მოაწყვეს, იმიტომ რომ მომღერალი მოიწვიეს და ის ამღერეს და რომელი კამერებითაც იღებდნენ, იმ კამერებით ჩანდა, რომ ესე თქვა, ცენტრში იყო მოქცეული ფოკუსი და იმ კამერაში ჩანდა, რომ ყველა მაგრად ერთვებოდა, ცეკვავდა და მღეროდა. ამიტომ, რადგან მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ესე იგი ყველა კარგად გაერთო რა. და აქეთ მხარეს რა ხდებოდა და შიგნის რა ხდებოდა, შენობის დერეფანში ან აქეთ ტორტზე რა ხდებოდა და ის რომ საჭმელი არ იყო საერთოდ. მაგაზე მსგავსი არ ვიცი, ეგ მაგისკენ არც ერთი კამერა არ მოტრიალებულა მოკლედ. საჭმელს რაც შეეხება, მაგიდები რომ შეაერთეს ერთად თუ რაღაცა რომ გამოვიდნენ, ვინც ყავდათ მოწვეული, კეითერინგის სერვისის ხალხი იყო თუ არ ვიცი ვინ იყო, რომ მოიყვანეს, ვიფიქრე რომ ჯერ დაიწყეს ხილის დალაგება და სასმელის და ვიფიქრე რომ ეს ალბათ ჯერ აპეტაიზერებით არის და მე რაღაცებს კიდე მოაყოლებენ მეთქი. სადა ხარ მოაყოლებენ? მოაყოლებენ კი არა, მოუხალავი ჩვეულებრივი მიწის თხილი ეყარა, ყველგან ეყარა რასაც ქვია, თეფშებზე იყო ვითომ განაწილებული და იყო დაჭრილი ვაშლი, კიდე რა ხილი იყო ის? ყურძენი იყო. აი ხო ხედავთ, აი ვფიქრობ და ვიჭედები ახლა რაღაცა ხილი, აი ის ხილის თუ გონიათ რომ მრავალფეროვანი იყო, ძალიან მოგატყუებთ, იმიტომ რომ მართლა 3 თუ 4 სახეობის ხილი იყო და თხილი მიაყარეს და სასმელიც იმდენად ცოტა იყო და ჭიქებიც იმდენად არასამყოფი, რომ არავის არ ეყო. აი ამდენი ხალხი დამთავრების ცერემონიალზე ვის გაუგია? ჯერ ერთი თვითონ დაიმატეს მაგითი ხარჯი, ან თვითონ რა დაიმატეს, შეიძლება იმათ უფრო მე მაგალითად უფრო მეტი დავხარჯე და უფრო მეტი დავკარგე, იმიტომ რომ ცალკე სახლიდან იქამდე მისვლით ტაქსი და მე სხვაგან წავედით ვითომ დასალევად, ცალკე იმ ადგილამდე
ტაქსი და მერე იმ ადგილიდან სახლამდე კიდე ტაქსი. ანუ ფაქტობრივად სამჯერ მომიწია იმ დღეს ტაქსის გამოძახება და რა დავხარჯე, ერთად მაგ თანხის შეკრება არც მინდა საერთოდ, ამიტომ მაგარ ზარალში წავედი რა. ცალკე ის ზარალი, რომ უნივერსიტეტი დავამთავრე და ქუდი და მანტია არ მქონდა, იმიტომ რომ სადაც მიგვაგზავნეს იქ მივედით და გამოგვაბრუნეს სამჯერ. ჩვენ ზუსტად მივედით და აი წანამან რაღაცა მოიმიზეზეს, რომ ეხლა აქ ცალია, აი მერე მოდით, მერე მოვაკითხეთ და თურმე უბრალოდ არ ეცალათ კი არა, რომ ჩვენთვის გადმოეცათ ელემენტარულად რა უნდა და მოძებნას და გადმოცემას, ხო? უბრალოდ არც კი ქონდათ შეკერილი საერთოდ. ხო და რა უნდა ვილაპარაკო და რა უნდა უთხრა მაგათ საერთოდ ეგ ხო ცხადია იცით როგორი განწყობით იყო გაკეთებული რომ აი ჩვენ მოგიგდეთ და შენ თუ პრეტენზია გაქვს ეგ ჩვენი ბრალი აღარ არის იმიტომ რომ სუბიექტურად შენ თუ არ მოგეწონა შენი ბრალია და შენი პასუხისმგებლობაა ეგ ხო და ნამდვილად იმსახურებენ რომ ყველგან გამოჭენდნენ და მაგას ვიზამ აბსოლუტურად მაგარი რაღაცა მაქვს მომზადებული და გამოქვეყნდება ეგ ყველაფერი. რაღაცნაირად თან ყველას იმდენად ყურადღება ქონდა გადატანილი, რომ თავის ძველ კურსერებთან ერთად კარგი დრო გაეტარებინა რაღაცა, რა ვიცი მე ფოტოები მაინც გადაეღოთ და შთაბეჭდილება დარჩენოდათ, რომ ნამდვილად დამთავრების ცერემონიალზე იყვნენ. რომ ესე ვინც ვიცოდი რომ ჯიპელი იყო, იმათ ესე თქვა, დაწერით, არაფერი არ დაუწერიათ, რომ უიეს რაღაც, აი ისედაც ვინცაც მანტიები არ შეხვდა, იმათაც დადეს ფოტოები, ხო და ეს იმას ნიშნავდა, რომ მაინც კარგზე უნდათ ყურადღების გამახვილება, მაგრამ მე მართლა გულწრფელად ვამბობ, ჩემი თავი ვერც კი ვაიძულე, რომ ან სიმღერებს ავყოლოდი, ან მეცეკვა, ან ფოტო გადამეღო, აი ფოტოს თუ გადავიღე ძალით, იმიტომ რომ ყველანაირი განწყობა მომწვარი მქონდა, ერთი სული მქონდა, რომ მალე დამთავრებულიყო და იქიდან წავსულიყავი და იქ აღარ ყოფილიყავი უბრალოდ თან ამ სიშორეზე. ავტობუსით დაახლოებით საათი და 10 წუთი სჭირდება საცობების გარეშე და საცობებით არ ვიცი რამდენი თან გააჩნია კიდე რომელ საათზე მიდიხარ მანდ. ხო მოკლედ ესეც აუცილებლად უნდა მეთქვა და ძალიან გამიგრძელდა წინა ეპიზოდზე უფრო მეტად, მაგრამ არ აუშავს, ნუ თუ ხალხი არ მოусმეს, ჩემთვის მაინც ვლაპარაკობ და გამოვხატავ და ვიცლები, ამიტომ ძალიან კარგი. და აქტივობებს და ესე ვთქვათ, თვით განვითარებას რაც შეეხება, მაგ ხრივაც უნივერსიტეტი ჯობდა. ისიც სკოლასთან კონტრასტში, თორე აქაც აი სულ რაღაცა მერიტოკრატიაზეა რა. სულ ჯერ უნდა ამაღლო ნიშნები და აკადემიური მოსწრება ისე რომ რაღაცა დაიმსახურო და სადღაც წასვლა დაიმსახურო და რაღაცის კანდიდატი გახდე. და თავიდან პანდემიამდე უფრო იყო ისეთი რაღაცები, რომლებსაც სტუდენტები აწყობდნენ და ჩვენც მივდიოდით. თუმცა ასე თუ ისე ყველგან იყო ხოლმე საჭირო ფულის დადება და ეს ფულის დადება ჩემთვის ნელ-ნელა ძალიან მაგრად გაპრობლემდა, მით უმეტეს ამ კრიზისის მოსვლასთან ერთად და კიდე იმის ფონზეც, რომელიც სამსახურიც კი მქონდა, ძალიან ცოტა ხანს გრძელდებოდა ხოლმე ეგ პერიოდი, ან თუ შევინარჩუნებდი, იმდენად დაბალი ხელფასი იყო, რომ სტაბილურად არ მიმყვებოდა. ამიტომ ისიც ვერ მოხდა, რომ ჩემი რომელიმე სამსახურით, ნუ ერთხელ იყო შემთხვევა, რომ გადავიხადე სწავლის ფული და ნუ ერთი თვის სწავლის ფული და იმდენად ცუდად იყო სიტუაცია, რომ მთელი ხელფასი დავხარჯე ფაქტობრივად, იმიტომ რომ მაგის მეტი არ მქონდა. და ერთხელ იყო ეგეთ შემთხვევა, რომ გადავიხადე სხვა ისეთი არ ყოფილა უფრო მერიის დაფინანსებით. და ვერც ასე ვთქვათ, სამსახურის საშუალებით ვერც სწავლის ფული გადავიხადე ვერასდროს ფაქტობრივად და არც ის შემთხვევა არ ყოფილა, რომ აი სადღაც რომ რამე ღონისძიება იყო, ამდღარიყავი და დასადები ფული მეც დამედო და წავსულიყავი. მაგის საშუალებაც არ ყოფილა და უფრო დიდი პრობლემა გახდა ეგ ჩემთვის, მით უმეტეს პანდემიის მერე, იმიტომ რომ პანდემიაც რაღაცა ძალიან დიდი წყვეტა იყო და ძალიან დიდი ცვლილებების მომტანი. და ზოგადად რეალობაში შეცვალა რაღაც, როგორც ეკონომიკურად, ისე სხვა მხრივ. ხო და ახლა სკოლაში შეიძლება არ მოეთხოვათ შენთვის ესე და იქ
ჩვენთან სკოლაში სხვა შეფასების სისტემა და უნივერსიტეტში სხვა შეერთებულ შტატებში როგორც ვიცი ერთნაირია ეს A B C და ეს შეფასება ну იქ კიდე პლუსები და მინუსები ემატება მაგრამ მაინც აქ სხვა შეფასებას და 10 ბალიან სისტემაზე გიწევს სკოლაში მორგება და რო გადადიხარ უნივერსიტეტში 100 ბალიან შეფასებაზე ხო და სკოლაში თავიდან იყო რომ თეატრში დავდიოდით ოღონდ რა თქმა უნდა იქაც ფული იყო დასადები და ზოგადად ისე სკოლაში უფრო მეტად იყო ფული დასადები რაღაცებზე ცალკე ცოცხი უნდა ვიყიდოთ ფული დადეთ რაღაცა დამლაგების ფული დასადები ფარდებია საყიდელი ფული დადეთ კედლის საათია საყიდელი ფული დადეთ თეატრის აბონემენტია საყიდელი ფული დადეთ ექსკურსია ფული დადეთ და სამწუხაროდ დღემდე აქ შენარჩუნებული და კი არ ყდომისკენ კი არ მიდის ეგ პრაქტიკა პირიქით მეგონი უფრო ძლიერია რატომაც განსაკუთრებით თუ სნობი და პრეტენზიული მშობლები არიან კლასში და არ ვიცი როგორ არავინ არ ამბობს შეიძლება ეშინიათ რომ არ გამოირიყონ შეიძლება უფრო მშობელი წყვეტს რომ ბავშვი არ გამოირიყოს რაღაც აქტივობებიდან და ამიტომ გაიჭირვებენ ხოლმე თორე მე ვერ წარმოვიდგენია რომ ყველას მაგის საშუალება და ეკონომიკური თავისუფლება ქონდეს რომ ესე გაისროლოს ყოველ ჯერზე მაშინ ან აქვს საშუალება ან უბრალოდ არ აქვს მაგრამ იძულებულია საიდანღაც მოიძიოს კიდე ეს დამატებით რაღაცა დასადები თანხები ხო და იქ თავიდან თეატრში დავდიოდით მე-8 კლასის ჩათვლით მე ეს თეატრიც მოკვდა თეატრის აბონემენტი და ისე სიმართლე რო თქვა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მე სპექტაკლები აღარც მომწონდა იმიტომ რომ რაღაცა აბონემენტს რო იყიდი ეს ხო ნიშნავს მაშინ ვერ ხვდებოდი რას ნიშნავდა ეს ხო ნიშნავს რომ რაც შედის იმ ფასში ყველა სპექტაკლი გეკუთვნის თუ რაღაცა ეგეთი მით უმეტეს სკოლის მოსწავლე რო ხარ რა და ეგ იმას ნიშნავდა რომ ნელ-ნელა ეს ხარისხი დაეცა და ძალიან აი სპექტაკლზე ვერ წარმოვიდგინე ოდეს მე აგრეთვე ვიგრძნობდი თავს მაგრამ ბოლოს ისეთ რაღაცებზე წაგვიყვანეს ერთი სული მქონდა მორჩენილიყო და ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა და ვერ გავერთა და ვერ ვისიამოვნე საერთოდ ხო და ექსკურსიებიც ნელ-ნელა მოიშალა და თუ ყოფილა მანამდე რამდენჯერმე მე სულ ორჯერ სამჯერ ვარ ნამყოფი ძირითადად ფულის გამო არა მაგრამ რაღაც სხვა მიზეზების გამო იმიტომ რომ თუნდაც პირველი ის იყო რომ ჩემთვის უსიამოვნო ხალხთან ერთად არ მინდოდა რომ იქ მოხვედრილიყავი და ბოლოს მე-11 კლასში წავედით ისიც ძალიან ცოტანი ვიყავით იყო რაღაცა კლუბები და ესეთ რაღაცები რასაც ბავშვები თავის ინიციატივით მოიფიქრებდნენ ხოლმე და თვითონ აარსებდნენ და მეც მინდოდა ან ჩემით მოფიქრება მაგას ყოველთვის ვაძალებდი მაგას ვაძალებდი არასწორი სიტყვა ყოველთვის ვაჩქარებდი ჩემ თავს რომ ეს იდეები რაც მქონდა სკოლაში შემეთავაზებინა ვინმესთვის მაგრამ ნუ ის რაღაცები რა იდეებიც მე მქონდა უკვე არსებობდა და რაღაცნაირად არ ვიცი ვერ მოვასწარი იმ რაღაცას ჩართო თუ ვერ მოვახერხე თუ რა იყო არ ვიცი და მოკლედ რაღაცა ესეც ვინმე რამეს თუ აკეთებდა ისიც ლოკალური იყო უფრო და აი ამერიკის სკოლებში უფრო არის ხოლმე რომ ეს ხელოვნების და მუსიკის წრეები სავალდებულოა და აი რაღაცა პროექტებს აკეთებენ იქ და მოიცავს ასე ვთქვათ ქულების დაწერას და ასე შემდეგ მე იმას კი არ ვამბობ რომ ყველაფერში ნიშანი და ქულა უნდა იწერებოდეს მაგრამ აი ეს თითქოს ყურადღება აი არ ვიცი რაც უფრო მაღალი კლასებისკენ მიდიხარ ეტყობა თვლიან რომ ეს აქტივობები და რაღაცები აღარ გჭირდება და უფრო პატარებზე აქვთ ხოლმე ყურადღება გადატანილი დაბალ კლასებზე შეიძლება მაგის ბრალია არ ვიცი კერძო სკოლებში ცხადია უფრო საინტერესო რაღაცებსაც აკეთებენ და უფრო ისეთ მასშტაბურ ექსკურსიებზეც მიდიან მაგრამ იქაც იმდენია გადასახდელი არ ვიცი წინასწარ ბევრი თანხები უნდა გქონდეს მობილიზებული და მაღალანაზღაურებადი სამსახურიც უნდა გქონდეს რომ ბავშვი ყველგან გაუშვა სადაც კი შეიძლება და მარტო გაუშვა კი არა ზოგადად სწავლის ფულის გადახდის საშუალებაც გქონდეს იმიტომ რომ ლამის რამდენიც უნივერსიტეტში შეგავს იმდენი შეგავს კერძო სკოლაში ხო მოკლედ ის თემები რაც მინდოდა რომ დამეფარა მგონი დავფარე და ჩემთვის აქვს მნიშვნელობა ამ ორ ეპიზოდს სკოლა ჯობდა თუ უნივერსიტეტი იმიტომ რომ ბევრი რაღაცა გავიხსენე ახლა ბევრი რაღაცა შორის კავშირი რაც დავინახე მინდოდა რომ ხმამაღლა მეთქვა და ეგეც ვთქვი და თან ესე მგონია რომ ძალიან საჭირო რაღაცებსაც გავუსვი ხაზი რასაც არა მარტო ჩემთვის სხვისთვისაც ზოგადად აქვს ხოლმე მნიშვნელობა
და ასეთი რაღაცების მხილება ყოველთვის მინდოდა ხოლმე, იმიტომ რომ როგორც ვახსენე წეღან პროვოკატორიც კი შეიძლება დაგიძახონ იმის გამო რომ რაღაცაზე სრულიად ზრდილობიანად და არგუმენტირებულად რაღაცაზე პრეტენზიას აფიქსირებ და რაღაცის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავ და კერძო უნივერსიტეტში თუ ეგრეა საჯარო სკოლაში რა იქნებოდა, ხო ადვილი წარმოსადგენია. ამიტომ ვისაც გონია რომ სკოლაში თავის დაცვა და რაღაცებზე პრეტენზიის გამოთქმა ადვილია და შენი მსხვერპლის ბრალია თუ რაღაცა არ მოგეწონა და რაღაცაზე ხმა ვერ ამოიღე, ეგრე არ არის საერთოდ და კარგად გაიხსენეთ ხოლმე და თქვენს ნაცნობებსაც კითხეთ და თქვენი თავის გაიხსენეთ სკოლაში, ადვილი იყო თუ არა საერთოდ რომ ჩაგვრაზე ან სხვა პრობლემაზე ხმა მოგეღო და დაგეფიქსირებინა პრობლემა. მეც ერთი სხვაც არის, შეიძლება აი თუნდაც ჩემი უნივერსიტეტის მაგალითზე შეიძლება ამოიღო ხმა და თქვა რომ რაღაც სიტუაცია არ მოგწონს და რაღაცის შეცვლა გინდა და იმაზე თავს დაგიქნევენ კი ეხლავე გეტყვიან და აღარ გასწორდება აღარასდროს და ხო ხედავთ უნივერსიტეტი რომ დამთავრდა მერე გადავიდა ეს უნივერსიტეტი წესიერ შენობაში სადაც საერთოდ მართლა სტუდენტად იგრძნობ თავს რა და არა ის რომ სადღაც მაღაზიაში თუ რესტორანში შეხვედი უნივერსიტეტის მაგივრად ხო და საქმეც ეგ არის რომ ეს ვინმე ინდივიდის ბრალი კი არ არის, ეს არის ზოგადად ქართული სისტემის და რაღაცა უაზრო ჩამოყალიბებული კულტურის ბრალი, რომელიც არის პოსტსაბჭოთა და თანამედროვეობის ნაზავი და ეს ნაზავი არის იმდენად ურთიერთგამომეცხავი, რომ მე იწვევს აი ესეთ უაზრო რაღაცეებს, რომ პრობლემები არ გვარდება, რომ პირდებიან პრობლემის მოგვარებას და ის რჩება მე ჰაერში გამოკიდებული წლების განმავლობაში, ისე რომ ის რაღაცა თუ ოდესმე გამოსწორდა შენ ვერც მოგისწრებს რა, ამიტომ ზოგადად საერთო მდგომარეობის და საერთო რეალობის პრობლემაა ეგ და არა ინდივიდის, იმიტომ რომ მე რო დავიბადე და ჩვენ რო დავიბადეთ ჩვენი თაობა ეგეთი გარემო დაგხვდა უკვე და ჩვენი ბრალი არ არის რომ ვეჯახებით ძალიან კარგი პრეტენზიები გვაქვს და ეს თუ არ მოგწონს წადი დამოკიდებულება ყველაფერზე არ მესმის რა არის ვინც ქვეყანაში ვინც ამ ქვეყნიდან მიდის იმასაც ლანძღავენ აქ რატო არ დარჩა და აქ რატო არ მუშაობს და არ სწავლობსო და არ ვიცი ნუ ყველაფერზე ეგეთი ტიპის ხალხი მართლა ყველაფერზე თან თვითონვე ამბობენ ანდაზა სხვა სხვის ომში ბრძენიაო და კიდე შეაყარე კედელს ცერცვიო და პირიქით ზუსტად საკუთარ შინაგან მდგომარეობას გამოხატავენ მაგითი რა ხო და მე კიდე სხვა რაღაცების გაკეთებაც მინდა გინდა პოდკასტის გინდა ვიდეოების სახით სადაც ესე ვთქვათ დავიცლები ამ დაგროვილი რაღაცებისგან რაც აკადემიურ სივრცეს და სკოლას უკავშირდება და ბევრ რაღაცას ვამხილებ იმიტომ რომ იქ იმ გარემოში უფრო საშიშიც იყო, უფრო არაკომფორტულიც იყო მაგ ყველაფერზე ლაპარაკი და უფრო დასჯადიც იყო ხმის ამოღება. ამიტომ ყოველთვის მინდოდა რომ ჩემ პლატფორმა მქონოდა და ამ ყველაფერზე ჩემი ესე ვთქვათ, ჩემი ტემპით და მე როგორც მომეწონებოდა ისე მელაპარაკა. ხო და გამიგრძელდა, მაგრამ არა უშავს მე მომწონს 1 საათი რო ვლაპარაკობ განსხვავებით ნუ იმ ფაქტორს თუ არ ჩავთვლით რომ მე ყელი მიშრება და ედამეღლება ძალიან გაუჩერებლად ამდენი ხნის განმავლობაში ლაპარაკით. ჩემთვის საინტერესო იყო ეს ეპიზოდი, ისე როგორც წინა და იმის წინა და მოგეთ კიდევ ერთხელ ძალიან მიხარია რომ ეს პლატფორმა მაქვს და პოდკასტი მაქვს და ჩემ თავს ამის გამოხატვის საშუალება მივეცი.